მოგესალმებით მეგობრებო. ისევე ეთერშია მორიგი ეპიზოდი მსოფლიო ჩემპიონატების ციკლიდან, რომელსაც მიმოვიხილავთ აგერ ჩვენი ბიჭები და წინ ბევრი სასაუბრო გვაქვს. ნახევარფინალები ნახეთ უკვე. ნახევარფინალები კულმინაციას აღწევს. გავედით უკვე ფინალში. შევაჯამოთ ნახევარფინალები და მე უკვე ფინალებში. რა თქმა უნდა. სანამ ლაპარაკს დავიწყებთ, გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ, დაგიკომენტარეთ, გავიზიარეთ თქვენი მოხდები. დიაქტივეთ, ჭირდება და დავანახოთ რომ მეტი შეგიძლია. რა თქმა უნდა. დავიწყოთ იბერია ფლორას მატჩით, რომელიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა და პირველ რიგში გულოცავ გუნდს და გულოცავ ყველა გულშემატკივარს, როგორც იქნეს 7 წლიანი წევლა მოიხსნა ეს ჯადო და ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი ქართულმა გუნდმა გადალახა მძიმედ ბრძოლაში. ძალიან ბევრი ჯვანებულეს და ბოლოს ფეხები წაგვიკანგადა ყველას გულშემატკივრებსაც, მაგრამ თავარია შედეგი დაიდო ამ ეტაპზე და ესა მნიშვნელოვანი და დანარჩენი ვნახოთ წინ გაიქნება. ჩემი აზრით, რადგან ეს წნეხი უკვე დაძლეულია და ეს ბარიერი რომ შილისკის მერე ქართული გუნდი კვალიფიცირდა მომდევნო ეტაპზე, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბიჭები გააგრძელებენ შრომას, გააგრძელებენ მთელი გულით და სულით მონდომებით ვარჯიშს და დაანახებენ ნებისმიერ ქართულ გუნდზე მაქვს ლაპარაკი, დაანახებენ მსოფლიოს იმას, რომ არ არის ასეთი ქართული გუნდი ჩამოსაწერი. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ჩვენ გუნდებს აქვს, თუნდაც პირობები, თუნდაც ეს ყველაფერი, მე მთელი გულით ვჯერა ამ გუნდების, ამ ქართული გუნდების და წარმატებებს გისურვებ ბიჭებო, იბერიას ბიჭებს გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებ ყველა ქართულ გუნდს, მინდა რომ ვასახელოთ საქართველოს და გავიდეთ ევროპულ ტურნირებზე. ერთი გუნდის რომ მოხდეს ეს უკვე ჩვენთვის ყველაზე დიდი პრესტიჟი და ძალიან დიდი ამბავი. რეიტინგშიც ავიწევთ. ანუ უკვე წინ გადადგულნაბიჯად ძალიან დიდი ნახტომი იქნება. ნებისმიერი ქართული გუნდის ნახვა ამ ზონაზე ამ ევროპულ. რა თქმა უნდა, ხა ქალაქსაც გაახალისებს რა, ხა მიხეილ მეწყლიან დინამო თბილისის სტადიონზე ევროტურნირის თამაში იყოს, ხა გავხსების პრობლემა არასდროს არ აქვს მნიშვნელოვან თამაშებში, რა ვიცი ხა 21 წლამდელების რეკორდები მოუხსენით ყველა თამაშს და საქართველოს ნაკრებმა ითამაშა და თან ხა დიდად გულშემატკივრისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ქვეყნის გუნდები ჩამოვლენ, ხა თუ გრანდები იქნებიან და რა თქმა უნდა ეს ძლიერი გუნდი იქნება, როცა ჯგუფში შევალთ და დარწმუნებული ვარ რომ შევალთ. ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ საშუალო დონის ევროპული კლუბებიც რო ჩამოვიდნენ, ეხლა ჩვეულებრივად, რა ვიცი, ქალაქს გაახალისებს, გულშემატკივარს გაახალისებს, შედეგი იქნება, ხო? დავიწყეთ და თამაშიც რო ვთქვათ, ერთი-ორი სიტყვით, ეხლა წეგანთქვირო გვანერვიულესო და ანუ ეგ არ ყოფილა ჩემი აზრით გამოწვეული იქიდან, რომ ფლორამ რაღაც ასწავლეთ ხუთი ითამაშა. ისევ რაღაც ეს ჩვენი ბოლო წუთების წყევლა იბერია მოიგონა რა და ვაფშე და იმას დავამატებდი, რომ საერთოდ აი საქართველოს გუნდებთან აკრებსაც ეგ პრობლემა აქვს რა. ერთ ტაიმს თამაშობენ რა. აი ორივე ერთად არ შეუძლიათ. აი წლების განმავლობაში პრობლემა იყო თუ გახსოვთ წინა ფორმაციის ნაკრებების, რომ პირველ ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის ბოლოს აუცილებლად გოლი უნდა გამოიშვა. აუცილებლად. აი პოლონეთთანაც თუ 4-2 რო წავედით 3-2 ერთად. მივიყვანეთ თამაში ბოლომდე რაღაც მომენტში მოვდუნდით და აი ხორვატიასთანაც 1-0-ს რო ვიგებთ. ის 1-0 მოვიგებთ, კი არა. მაგ გასვლაზე რო ვიგებთ, კანკავამ რო შეაგდო ის 1-0 და ბოლოს გაგვიტანეს იქაც ორი გოლი. ერთ-ერთი თხოვნა რაც ვექნება ნაკურებელთან და ქართულ გულშემატკივრებთან, მთელი გულით ვთხოვთ მე და ყველა მაგას იტყვით დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ნებისმიერ ქართულ გუნდს, გვერდში მივიდეთ, გავასვათ სტადიონები და მართლა ვაჩვენოთ ბიჭებს, რომ ჩვენი კომაგობი, ჩვენი გვერდში დგომით შესაძლებელია ევროპულ ტურნირებზე ქართული გუნდის მოხვდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის. არ არის საშუალება, ის არის მესვისა, ყველას თავის პრობლემა აქვს, მაგრამ ჯობია ერთხელ გავიჭიროთ, ერთხელ ბოლომდე დავუდგეთ ყველა თავის გუნდს გვერდში და ვასახელოთ ერთმანეთი და რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა კიდევ გამოვიდები, რომ ქართული კლუბები აი იმ სანატრელ ევროპულ ტურნირებზე, თუნდაც კონფერენციის ლიგაზე და ევროპა ლიგაზე გავლენ ბიჭები და რა ვიცი, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართული ნებისმიერი ქართული კლუბი აი ამ ევროპულ ტურნირზე ვნახო. ხო და კიდე იმას დავამატებდი, რომ მეც შევუერთდები, რა თქმა უნდა, შევუერთდები ამ მომენტს, რომ გავავსოთ სტადიონები მაქსიმალურად ეს ჩვენთვისაც საჭირო არის და ბიჭებისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა. ეხლა
სადაც არის ტრიბუნაზე თამაში და სადაც ხალხი რო ყავდა გულშემატკივრობენ ბევრად უფრო თუმცა საერთო ტრიბუნაზე თამაშის გამოცდილება სამწუხაროდ გვაქვს. კი. აი თან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში როცა გჭირდებოდა რომ ხალხი უნდა ყოფილიყო სტადიონზე სლოვაკ მაკედონიასთან და როცა მაშინ შეგვეძლო მართლა რომ მაშინას მოხდულიყავთ ევროპის ჩემპიონატზე, აი მაინც და მაინც მაშინ მოხდა ეს ალბედითი შემთხვევა, მაშინ დარჩა ტრიბუნები ცარიელი და ასევე მინდა კიდევ ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი, რომ ბიჭები მინდა წავახალწო ჩვენი ნაკრების ბიჭები, აგერ სექტემბერში უკვე არც კი სადაც 3 თვეში უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი იწყება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და მთელი გულით და სულით წარმატებებს უსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ თამაშს საერთო სტადიონზე გავმართავთ და უსამართლოვანი არ იქნება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ და დაგვანახებენ იმას, რომ ქართველებს მართლაც შეგვიძლია ფეხბურთს თამაშით. ეს არაერთხელ დამტკიცდა. თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან პირველ თამაში არის მაგის მაგალითი, როგორ ჟილკი და როგორ მთელი სული და გული ჩადეს ბიჭებმა და დაიხარჯნენ ბოლომდე. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებლის ფაქტორი ძალიან დიდ როლს არ ითამაშებს, შეუძლებელია ეგ რო არ იყოს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მე მჯერა ჩვენი ბიჭების რომ ამ ბარიერებს გადავლახავთ, როგორც ტელევიზორებიდანაც გავაგონებთ ხმას. ხო, რაც შეეხება მატჩს რო ვთქვა, ხო პირველი ტაიმის მერე ისე მშვიდად მიყავდა და კარგად მიყავდა იბერიას თამაში, ჩვენ შესვენებაზე ერთმანეთსაც კი ვხარით, უფრო რა ცოტა ჩვენი ძალების საზომად არ გამოგვადგებასავით, თქო, რაღაცა ცოტა ძალიან ზედმეტის აგვივარდასავით თავში და მეორე ტაიმში დავეშვით მიწაზე. კარგადაც ბანერვიულა და მე მგონი სლოვანის წინ ეს კარგი გამოცდილება იქნება, იმედია, რომელსაც გამოცდილებად გამოიყენებენ. თან სლოვანიც ახლა არაა ის ძველი სლოვანი, კაშრო თამაშობდა და აისიროთ წმიდა. გუნდი ეგეთ შენების პროცესშია, ჩვენ ტურეც არ ვიცით ამ წმელი დადგება რეალურად და რა გუნდს დააყენებს, კაცმა არ იცის და იმედია ამ შანსს გამოიყენებთ, რა. ხო, ცალკე აღნიშნოთ სიხარულაშვილის თამაში, ხოსარად დუბლი. კი. ეგ ბიჭი მე ნახევარმცველად მახსოვდა, მაგრამ ავიც ძალიან კაი თამაში. ტოპ ხარისხის გოლი გაიტანა. ედოშულს კაი თამაში. ზური ძალიან კაი, კარგად ერთეოდა შეტევაში. დაცვაში რამოდენიმე ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ერთი მომენტი თუ გახსოვთ, რაღაცნაირად პრესინგში მოაქციეს და თავის ტექნიკის ძალიან მაგრად გამოდგა რა და ზოგადად აი დაცვის ხაზზე, ანუ ყველას შეიძლება რა, აი ძლიერ გუნდთანაც შეიძლება მოხდეს რაღაცა შეცდომა დაუშვას ახლა. შეგვიძლია ხდება რა, ადამიანები არიან, ყველა ადამიანია და მე კიდე ძალიან მომწონა. გოლის შეცდომის გამო გუციას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა და საერთოდ გამეხარდა რომ ეგ ბიჭი დაბრუნდა საქართველოში, იმიტომ რომ ახალგაზრდულ ასაკშიც ძალიან მომწონდა. ვაკვირდებოდი, ძალიან გული დამწყდა რომ ისევე განვითარდა მისი კარიერა, როგორც თავად და შემოწირებს უსულდა, მაგრამ ეხა კარგი ფორმაშია, როგორც უკვე ჭკვიანი ნახევარმცველია, რომელსაც ჩაწოდებაც აქვს, აი ჩაწოდებაც აქვს, პასიც აქვს, ყველაფერი აქვს რა ესე რომ ვთქვა. და იმედია კუციაც დიდ როლს ითამაშებს შემდეგ ეტაპზე სლოვანთან. და იმედია ბარტიშვილის ტრავმა სერიოზული არ არის და სლოვანთან ორივე მატჩი 100%-ით მზად იქნება. მithumetes მიჩვეულები ვართ, რომ აი ძლიერ გუნდთან და ძლიერ ნაკრებთან უფრო გამოვდის ხოლმე რაღაც შემთხვევაში თამაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სლოვანი იქნება დასაწყისი იმისა, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. არა მარტო ბიჭებმა და არა მარტო გულშემატკივრებმა, ზოგადად ყველამ. მithumetes თაობა მithumetes ისეთი არის იბერიაში, რომ აი უკვე იმ ასაკში არიან და უკვე იმ კონდიციებში არიან, რომ სადაც 60 ფეხბურთელს უკვე აკვირდებიან უცხოელების, ანუ სკაუტები დადიან, ეწლებიან თამაშებს. და დავით ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა ეს იქნება, ეს სლოვანი იქნება ეს საწყისი ამ ყველაფერი კარგის დასაწყისი ქართული ფეხბურთისთვის და ბიჭებს კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ. ნამდვილად დღესა ახლა როცა ვწერთ პოდკასტს, ახლა არის ქართული გუნდების თამაში და იმედია გამოიგებს. ტორპედოსგანაც ველოდოთ, რომ მინიმუმ ძალიან მაგრად მაინც ანერვიულებენ და დაძაბავენ ბოლომდე იმ დაპირისპირებას და ბრძოლაში დარჩებიან ბოლო წუთამდე და ხო თან ეხა ქუთაისში რა ვიცი რამოდენიმეჯერ რა განწყობა ისეთი იქნება ტორპედოს თამაშზე და ეხა ანები რო ყველაფერს გააკეთებენ ეჭიაბო ჩემპიონატის თამაშებზეც ძალიან მაგარი გულშემატკივრობა აქვს. რა ეხა ქუთაისელებმა იციან. ზოგჯერ შეიძლება ეხა გვახსოვს მომენტებში დინამოს თამაში რო შევარდნენ სტადიონზე გულშემატკივრობა. კი, რაღაცას ხოლმე ზოგჯერ. ხო, მაგას არ ვუსურვებ ეხა არავის, რა თქმა უნდა, ეგ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ იმედია გულშემატკივრობა იციან ქუთაისელებმა და
იციან საკუთარი გუნდის გვერდში დგომა და იმედია შუსტერიც და მთელი სამხედრო შტაბიც ამ თამაშს მაინც სწორად დაგეგმავათ. 3-0 დიდი ანგარიშია, თულია მოსაბრუნებლად, მაგრამ როცა საკუთარ კედლებში თამაშობდა შენი გულშემატკივარი გვერდში გიდგას, ყველაფერია სასწაულების სხვა რა გზა. და აი კეცვაიას კომენტარებიც ნახეთ ხა რა, რამოდენიმე გვერდს ედო და სწორი აქცენტები დასვა თემურმა, კრიტიკაც სწორი მიმართულებით წავიდა ჩვენც ახსენეთ წინავე გადაცემაში. იმიტომ რომ არ შეიძლება ევრო ტურნირების თამაშები ვეძებდეთ რაღაცა საიტებზე. მეგონი ჩვენ ვისმენ. უეჭველი. არა, მით უმეტეს თემურმა ძალიან სწორად თქვა რა, ანუ არ უნდა უწევდეს არც ერთი ქვეყნის გულშემატკივარს და არც ერთი გუნდის გულშემატკივარს, მაინც ონლაინ რაღაც საიტებზე ესა რა ქვია, იმის ძებნა და იმის ბოდიშანსოზე ჩალიჩი რო აი სად უყურო, როგორ უყურო. რაც უფრო მეტი პოპულარიზაცია იქნება, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანას და ქართულ ფეხბურთს ეგ ჭირდება, რომ რაც უფრო მეტი იქნება ხელშეწყობა თუნდაც ტელევიზიების მხრიდან, ეგ ყველაზე კარგია, იმიტომ რომ უფრო მეტი და მეტი მაყურებელია ყოლება. ზედ მნიშვნელოვანია ფეხბურთისთვის ამან როგორ უნდა განვითარდეს რაღაცები ყველაფერში უნდა მიიღოს ხალხმა წვლილი ამ ყველაფერში, რომ ფეხბურთი რაღაცას დაემსგავსოს და იმ დონემდე მივიდეს, რომ სიტყვაზე აი როგორც არის მაგამდე ძალიან შორია, მაგრამ მაინც ეს საოცრებოდ მაინც დავიტოვო, რომ იმ დონემდე მაინც ვიყოთ, რომ არ გვიწევდეს რა ამდენი ქვედა ეტაპების გავლა რა. ეს ყველაფერი გვჭირდება ხარისხით და რაღაცა მივახციოთ, განვითარდეს. თან იმ ფონზე როცა ქვეყანაში გვაქვს საზოგადოებრივი მოუწყებლები. რომელსაც ჩვენი გადასახადი და ფინანსდება და რა ვიცი. როგორც არის სიტყვაზე ინგლისი, საფრანგეთი, იტალია რაღაცა ეგრევე რო გადიან. აი წელს მაგათ ახლა ვერ შევეძლებთ. ეგრე რომ ვიყოს სწორი თქვეს რა, ანუ საზოგადოებრივი მოუწყებელია, რომ ისევ ჩვენ გამფინანსდება და ისევე უნდა იყოს იმის მამოძრავებელი ძალა, რომ საზოგადოებრივმა მოუწყებელმა მაინც გადასცეს ეს პირდაპირ რეპორტაჟები, თუმცა თბილისში და საქართველოში წესის პრობლემა არ უნდა იყოს, ანუ მე არ ვამბობ ეხლა თქვა უცხოეთში ეხლა თქვა შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემა შეგვეც, მაგრამ წესით ეგ პრობლემას არ არის გადაუჭრელი. ანუ უცხოეთშიც რა 21 საუკუნეა, რა როგორ ვიცი. შეიძლება რომ პოდკასტს წერთ ტელეფონი გვაქვს ჩართული და ორი მიკროფონი ანუ როგორ შეიძლება მე მაგას ვერ დავიჯერებ, რომ თუნდაც აი ეხლა სლოვანთა რო გვექნება გასვლაზე თამაში, ერთ თამაში ისევ დღესაც დინამოს თამაში სილკ უნივერსალზე იქნება. ბოდიში გაწყვეტილებ, აი საბჭოთა კავშირმა იმხელა გავლენა მოახდინა ყველაფერზე აბსოლუტურად და ძალიან ჩაკეტილები ხო ვიყავით, ვაფშე ვერაფერს ვერ ვშევე, ქართველი სად წავიდა და როგორ წავიდა და გამორიცხულია. ბიჭო, აი ხლა გვაქვს დაიწყო 21 საუკუნის რაღაცა პიკიში, სადღაც იმითი დაიწყო, რომ დაიწყო ნენელა ფეხბურთმა იმ გამოფხიზლება რა და ჯერ კიდე გამოღვიძების პროცესია რა, ჭირდება კიდე ბევრი რამე ჭირდება, რომ განვითარდეს და ესე ვიტყოდი, რომ ახალი დაწყებული აქვს რა. ხარ ყველა ჩვენი ყველა რომ ესე წავიდა, ჩვენ ესე მივდიოდით და თორე ისე რომ გაგრძელებულიყო ეხლა როგორც ჩვენ თბილისის დინამო იყო, როგორც ეს როგორც საოცარი ფეხბურთელები ყავდნენ და მაგრამ ესე ვერ გადიოდნენ რა, მასშტაბი არ ქონდა. არცა თამაშები. მაგრამ გულშემატკივრებმა უნდა გულშემატკივროთ ფეხბურთელებმა და თამაშონ და ტელევიზიებმა უნდა გადმოსცენ. რაღაცნაირად ეს სამი კომპონენტი უნდა დავალოს. ყველაფერი აგერ შერო ფოტო გავმიგზავნე. რა პირობებში უწევთ ვარშავე ნაკრები რო არის. თავთავისი ფორმები თავთავისი ფორმები აცვიათ ბიჭო, აი რო ფოტოს თო შეგვიძლია გამეცინა. თან აი რაღაცები რო გადგება რაღაცნაირად. რა გინდა ვი ჩემი თვალით მაქვს. ჩემი თვალით მაქვს ეგ ნანახი. და სანამ არა ეგ 90-იანების არა ეხლას ანუ ეხას რა ანუ რო უყურებ აი საკუთარით მართლა ანუ კი ხა ისინი რა ქვია სპორტულებს ესე კი ეს უნდა იცოს მაგრამ ნახავთ მე რას ნახე აქ 21 წლამდელებში ეგივე ქუთაისში რო ქონდა თამაში ლიტვასთან ბიჭები როგორ მივიდნენ იცი აი სპორტულები ესვათ რა ანუ და ყველაზე დიდი უბედურება რა არის აი გულშემატკივრების საკითხს მინდა შევეხო რა ანუ მასვე მაისურს ვერ აძლევენ ფეხბურთელები და რაღაც ძალიან ეჭვმეპარება რომ მართლა ერთი ფორმა ქონდეს ფეხბურთელს ან იმას არ ამბობ რომ 10 და 30 ფორმა ქონდეს მაგრამ ხო შეიძლება რომ ისე იყოს რომ 3-4 ფორმა მაინც ქონდეს და გულშემატკივარი გაახაროს თუნდაც მოგების შემთხვევაში ანუ წარმატების შემთხვევაში რომ ერთი ფორმა მისცეს უჭირთ ბიჭო უჭირთ ზოგუნს მართლა არის პრობლემა ზოგუნს შეიძლება მისცეს მაგრამ ყველა ნაკრებზე არ ამგონია ნაკრებზე ვერ დავიჯერე არა ნაკრებზე აი გიორგი მაკარიძე საუბრობდა რა ეგეთ პრობლემები ქართულ კლუბებში
არა მარტო მაგარი. არის რა, კი, არის. ეგ მომენტები აქვს რა, რამდენიმე ქართულ კლუბს. რა ვიცი, იმედია რომ წელს რაღაცა ბიძგი იქნება რა, იმიტომ რომ ეხლა ყველა მართლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დიდი შემოbrunება ქვეყანაში თან დავიღალეთ რა, რომ აი ყოველ წელს შემდეგი ციკლისთვის ვემზადებით. კიდე შემდეგი ციკლისთვის. ეხლა ვართ უკვე თან ქართული გულშემატკივარი არის ძალიან ოპტიმისტი რა, არასდროს ეხლა ჩვენ ვინც ავართ გულშემატკივრები ბრაზდებოდი, ძალიან ბრაზდებოდი, როცა ნაკრები აგებდა, როცა კლუბები აგებდნენ რაღაცა აქეთ, მაგრამ სტადიონზე მისვლის პრობლემა არასდროს არ გქონია. რა უბრალოდ ჩვენი რაოდენობა ნელა ცოტავდება და ვერც გაამტყუნეთ რა ვერავის. რამდენი იმედგაცრუების მე რომ კიდე ვინმე დააჯერო რომ იცი რა, მოდი აი წელს გამოვა. ცოტა ძნელია რა, მარტო ესე ტყუილი იმედებით ადამიანების შემოbrunება. და ეხლა პირველი ეტაპები 50% ეხლა იბერიამ 100% და დანარჩენმა გუნდებმა დინამომ და დილამ 50% გადალახეს, ტორპედოს ბევრი აქვს საბრძოლველი და წარმატებებს სურვით კიდევ ერთხელ და იმედია შემდეგ ეტაპზეც იგივე შედეგებს გამიმეორებთ. იმედია შეცდომები აღმოიფხვრება, იმიტომ რომ მართლაც ესეთი შეცდომები იყო, რომ უფრო ძლიერი გუნდი არ გაპატიეს. აი სლოვანი უკვე მაკარის შეცდომებზეც რო ვისაუბროთ. დავიცი მე მაკარიძის მოქმედება ეხლა ელის დროს გამეცინა რა რომ შეხედეთ თქვენ გაჩვენეთ ეხლა ვიდეო და ენათი და ის თუ გახსოვთ მეხუთე წუთი იყო ხო ბუთი რომ სულად დამოიტანა და ეგ კინაღამ გაგვიტანა იქვე რომ დაგვახვედრეს გოლი მაგრამ მან მაგრად გადავრჩი მან გადავრჩი რამდენჯერ კიდე აი გამოსვლებზე ძალიან ისეა რა რამდენჯერად ბუთი მასა და ყოველთვის რაღაცა ხიფათი შეიქმნა რა ცუდად გამოქონდა ბუთი ხელში წვერი ჭერდა მე კაი რომ გამოდიხარ არ ხელშოდა უეჭველი შენი უნდა იყოს და ისე ცუდად იგერიებდა თან ეხლა მაკარიძეზე იმას ვერებდეთ რომ ან კლასი არაა თან გამოცდილებაც არა ასეც საფრანგეთის ჩემპიონატი პორტუგალიაშია ესპანეთში იყო ცოტა ეს ყველაფერი თვითონაც კოალიცია მიხედავენ რა მე იმედი იგი და ველოდები ბართიშვილს რა კიდევ ერთხელ ველოდები ბართიშვილს წარმატებები იბერიას და ქართულ გუნდებს ყველას გამარჯვებას უსურვებ და რა თქმა უნდა და ყველას გაგვიხარდება ახლა არა, ჩემპიონატი არ მეგულება ადამიანი, ვისაც ქართული ნებისმიერი კლუბის ეს ყველაფერი პრესტიჟზე და რეიტინგშიც რეიტინგზეც იმოქმედებს კაცო. ყველაფერზე ისახება დადებითად. და კიდე იმიტომ ვიძახი რომ აი რატომ ეხლა ოცნებად მაქნებია რომ აი პირდაპირ გავდიოდეთ რა. ეხლა უკვე საქართველოში ფეხბურთელები უკვე მოდიან. ისეთი ფეხბურთელები ჯერ მარტო ჩემპიონთა ლიგის ოგზის ჩემპიონი თამაშობს, ყველა მიცის რომ ქართველი. იქით მიქაუტაძე არის, იქით ეხლა დავითაშვილი სხვათა შორის ელები მანეთი და ატალანტა გულობს მიდის მოლაპარაკებები. ანუ ქართულ ფეხბურთელებზე მოდის ძალიან დიდი ინტერესი და ევროპიდანაც წამოვე მე სკაუტები უფრო მეტი გამოვლენ რომ დახონ და რა დააკვირდნენ და ეს შემდგომ უკვე პრესტიჟის ამბავია და ამიტომ უფრო ყველა ინდომებს რა თამაშს ეს ქართულ ფეხბურთელებს მე აღარ მოვწევთ რომ ტოპ ლიგამდე პოლონეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობენ. ჩვენ თუ დონეს ანუ 25 გუნდი 25 ქვეყანაში თუ შევალთ UEFA-ს მასშტაბით უკვე რაღაცა სიყვა გვეთქმის რა და უკვე ჩემპიონატი არ იქნება ისე რომ აი საქართველოს ქართული გუნდი რო ხდება ახლა დარწმუნებული ვარ ოცნებობენ რომ ქართული გუნდები შეხვდნენ სხვა ევროპულ გუნდებს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უმართლებს რა ქართული ფეხბურთელებსაც ვინ არჩუნებდეთ რა მაგისთვისაც საჭიროა პრესტიჟი და ცოტა აი სულ მაგას ვიზახდი აი ეს შევეხები აი ევროპის ჩემპიონატს შევეხები რა სულზე და ბეწუზე მოგვისწრო ამ ევროპის ჩემპიონატმა და გეტყვი რატო უკვე რომ ფორმის ფიქში უკვე რომ ფიქში შედიოდნენ რა ჩვენი ფეხბურთელები იგივე მამარდაშვილი იგივე ხვიჩა იგივე ჟორჟი იგივე ჩაკვე აი მაშინ ჭირდებოდათ რა ამ ბიჭებს ეს დიდი ბიზგიები იმაზე დიდ სანაკრებოტულიზე და აი სწორედ მაშინ გადალახეთ ეს ბარიერი გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ალბათ სამიო დამეთანხმებით რომ მთელი ევროპის კარიერული ზრდა გამხელა ის იყო რომ აი ყველა მთელი საფეხბურთო სამყარო მაგაზე ლაპარაკობდა ევროპული თუნდაც სოფლიო რომ აი საქართველოს ნახე როგორი გამოდგა ანუ პირველად ეს ახალი რო ხარ მაინც ყველა შენ ანუ 1000 თვალი და 1000 ყური შენ გაკვირდება და ეგ იყო შემაზე თავი გადაწყვეტი ფაქტორი რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და უკვე აი ეს ტრამპლინი გახსნეს ასე თან გულობდელობის ეფექტიც იყო არავინ არ ელოდა ეგრე რომ საქართველოს ეგრე ითამაშა მე მაგითო შევეხე პირველად ასე თურქეთთან თამაშს რა პირველი თამაში რაც იყო მით უმეტეს პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ყველა მისის როგორი წნეხის ქვეშ ხარ
რაც არ უნდა ძლიერი შემადგენლობა გყავდეს. მაგრამ ბიჭებმა ის დაგვანახეს, რომ შრომით, დისციპლინით და ერთიანი სულისკვეთებით და გუნდურობით შეიძლება სწორი ფეხბურთის თამაში. ის რაც ბიჭებმა გერმანიაში ითამაშეს, აი ამ ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, თუნდაც ამ 2-3 კვირის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბიჭებმა ესე რომ გააგრძელონ ძალიან მარტივად, სწორად და თანმიმდევრობით გავყვებით ყველა ამ ნაკრებს. არც ერთ ნაკრებს არ ვაკნინებ. მით უმეტეს უკრაინა ყავს ჯგუფში, რომელთანაც ცუდი ბალანსი გვაქვს. ნავსი ნავსი გვაქვს გასატეხი რა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიძახი და მთელი გულით და სულით წამს იმის, რომ რაც ჩვენმა ბიჭებმა გერმანიაში ითამაშეს, მთლიანი ჩემპიონატის განმავლობაში, აი მაგ მუხტით თუ ითამაშებენ, აი 1000% დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატს ისე ვითამაშენ. ეგ მუხტი აკლდათ ევროპის მერი აკლდათ ზუსტად ეგ მუხტი ყველა მან მე ლაპარაკი ისი რაზე იყო კიდევ აი იმის პახმელიაზე არის ანუ აი ევროპის ჩემპიონატზე ბიჭო არც ერთი ქვეყნისთვის არ არის მარტივი ჯერ ამხელა ფორუმზე რო გადიხარ და ამხელა ტურნირს რო თამაშობ. მოდი საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ. 2004-ში ჯგუფში პორტუგალია ყავდა და როგორი ნაკრებები ყავდა, ხო? პირველად იყო ხო გასულები. და მოიგეს და როგორ მოიგეს ნახე. ჩვენაირად ზუსტად ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდნენ. არა, მესამე მაშინ არ გადიოდა. პირველი ადგილით გავიდა. საბერძნეთი ხო პირველად გავიდა? ან პირველით ან მესამეთი არ გადიოდა. არა, მე მგონი მეორეთი გავიდა საბერძნეთი, თუ ავსწრები. იმიტომ რომ საბერძნეთი და პორტუგალია ხო გავიდნენ. ხო. პორტუგალიას ჯგუფში ცხოვრობენ, ხო? ნახე, ეგუნა მეთქვა. პორტუგალიას ჯგუფშიც მოუგეს. მე ძალიან ძნელი გზა გაიარეს, მით უმეტეს პორტუგალია ყველა მომისვამსაც არ ეზარებო. ხო, მასპინძელს პორტუგალიასთან. და ნახე, ფინალშიც კი მოუგეს. ანუ ლისაბონშიც კი მოუგეს თამაში. ხო, მაგრამ იმ საბერძნეთში ძალიან ძიმე გუნდი იყო ფეხბურთის მხრივ, ჩვენ უკეთესად თამაშობდით. არა, ხო, არა, უბრალოდ გახსოვს მაშინ მე რა გითხარი, გადავალთ იმ თემაზე, მაგრამ არგენტინა რო შეხვედრილი იყო ინგლისს, მაგის მეშინო და ყველაზე მეტად. აი, ჯერ ისა რა ქვია, მოვჩეთ ამ თემას და გადავ. პორტუგალია მერჩინა. ხო რა, ეხლა ქართულებზე რავი მეტი სალაპარაკოს აღარაფერია. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ გულშემატკივრებზე მაყურებელს ვთხოვთ, რომ აი დღესაც აი ხა რუსეთის პოდკასტი იწერება, დღეს აქ დინამოს თამაში. დღეს აზრია და ვერ მივუსწრებ შენი სიტყვები. მაგრამ გასული იქნება. მაგრამ ვიდეო დაიდება უმდევნო თამაშებზე. მაგრამ გავლენო თამაშებზე მაინც თელი გული და სული თქო, ხახო გუდი და დაუდგებ ბიჭებს გვერდზე მithumetes ეს ის პერიოდია და ეს ის მონაკვეთია, როცა ნებისმიერ ქართულ კლუბს ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჭირდება და მოდი რა არ უღალატო ჩვენ ბიჭებს გვერდში დაუდგე და მე წამს იმის რომ ჩვენი ბიჭებიც დაგვანახებენ ამ ყველაფერს შრომით, ძალისხმევით და სულისკვეთებით. წარმატებები ქართულ ფეხბურთს, წარმატებები ქართულ ფეხბურთელებს და რა ვიცი, ყველაფერს კარგს უსურვებ ჩვენ ბიჭებს. ვარ გადავიდეთ. გადავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. დავიწყოთ საფრანგეთი ესპანეთით. აბა როგორი მაყოფილები ხართ ბიჭებო? პირველ მოდი რიგში ერთ ხო, დავიწყოთ. მე ძალიან მაყოფილი. მოდი ერთ ვიტყვი თუ შეიძლება ჩავდესო რა, მოდი შეერწყოთ საფრანგეთი ესპანეთი დავიწყოთ და ერთ ვიტყვი რა. დარწმუნებული ვარ როგორც მე ისევე თქვენ, ანუ უმეტესობა არ მოელოდა იმას, რომ საფრანგეთის ნაკრები ესე მარტივად გაითიშებოდა და ესე მარტივად შეიკუმშებოდა რა, ანუ აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანეთმა და დელაფუენტემ ძალიან მაგარი სამუშაო გაწია დელაფუენტემ. იმდენად სწორად და იმდენად ტაქტიკური ფეხბურთი დაუპირისპირა და იმდენად მჭიდრო ფეხბურთი დაუპირისპირა საფრანგეთს, რომ აი ეს ვარსკვლავები დემბელე, დუე, ოლისე, მბაპე და არის ბარკოლა თითქოს სტადიონზე არ იყვნენ. ეს სწორედ ამას ვამბობდი, მაშინ სუპირად რო დავიწყეთ ედაში გახსოვს ფავორიტები თქო. ესპანეთი, საფრანგეთი, მაგიტო. და მაინც უფრო ესპანეთისკენ წავიდა, მე შეგითხარით კიდევაც მაშინაც. იმდენად კარგი და იმდენად მენტალურად ძლიერი ნაკრები ყავს ესპანეთს. ნუ თავიდან ვიძახ. იმდენად ძლიერი და მენტალურად კარგი ნაკრები ყავს ესპანეთს, რომ წარმოუდგენელი არის ჯერ ერთი ალბათ ამეთახვებით სამივე, რომ ამ საფრანგეთის აი ესე მარტივად ამოკეტვა და გათიშვა მარტივი არ არის. მე მგონი მარტო ესპანეთში ეძლო ეგ და ხო, ეგ იყო რა. წინა გადაცემებში ვთქვით, რომ აი რა თამაში უნდა ეთამაშა ესპანეთს რა, ესპანეთის მაქსიმუმი იყო და ყველა ისტორიული ტაქტიკა ჩვენი აზრით და დელაფუენტეს აზრითაც იყო ის, რომ უნდა გაითიშა საფრანგეთის ნახევარდაცვა, იმიტომ რომ ბაპეს, დემბელეს, ბარკოლას ისეთი სისტრაფეები აქვს, ნიჭს და ფინიშინგის უნარსო თავიდან არის. ისეთი სისტრაფეები აქვს, რომ
მაგათ ფიზიკურად ერთ-ერთი დაცვა ვერ დაკეტავს რა. ერთი-ერთზე ყველას მოთხოვება შემიძლიათ, ყველას აჯობებენ და ერთ-ერთი მომენტი იყო ის, რომ უნდა გაეთიშოთ ოლისე და ოლისეს ბურთი აღარ უნდა ენაწილებინა რა. და მე ამ თამაშში ახლა საფრანგეთი ესპანეთში ველოდებოდი თქვენს გითხარით, ველოდებოდი ძირითადად კანტეს, იმიტომ რომ ეგეთი სტილის ნახევარმცველი გამოჩნდა რომ ჭირდებოდა. ასევე ზაირე ემერიც მეგონა რომ რაღაც მომენტში ჩაერთვებოდა თამაში და კონე რო არ დააყენა ძირითადში და ჩუამენით რო დაიწყო თამაში ძალიან გაუცებული დავჭი, იმიტომ რომ კონე უფრო იმ ტიპის ნახევარმცველია, რომელიც box to box რა, ირბენს თავის საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმოდან პასებს ამოიტანს, ბურთს ამოიღებს. თან ეხლა მოროკოსთან ძალიან კარგი თამაში ქონდა კონეს. ესე დატოვება და ორი კვირის უთამაშებელი ჩუამელი შემოყვანა, ჩემი აზრით არასოდეს გადაწყვეტილება. ეშამა რატო ქნა ეგეთია გადაწყვეტილებები, მაინც მეტწილად ეშამზე გადის რა ესა, რომ ხედავ რომ ყველანაირად ჯობნის. კი, დაცვლილებების დააგვიანა. ყველა საფეხბურთო კომპონენტი ჯობდა ესპანეთი და დავიჯერო არაფერი ანუ რა გააკეთა საბოლოო ჯამში. თან როცა მეორე ტაიმის ბოლომდე კარისკენ არ გარტყმებინებენ. ანუ მომენტი შექმნას თავი დავანებოთ. კარისკენ არ გარტყმებინებენ. რაღაცაგან შესაძლებელი ესე იგი რა. ალბათ რაღაც მომენტში რავი ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ რანაირად შეიძლება თქვა რომ არალელს გავავლებ. მოულოდნელობის ეფექტიც. არალელს გავავლებ და აი ინგლისის გუშინო თამაშთან დავაკავშირებ საფრანგეთს და გეტყვი რატო აი რაღაც ისინი დავიჭირე რა ნიუანსები ამ ორ ნაკრებს შორის რა. აი ინგლისს დაემართა გუშინ. საფრანგეთიდან განსხვავებით ინგლისმა გოლი გაიტანა. მაგრამ მე გოლის გაიტანა აი არაფრიდან. არავინ არ მოიგო. ისე მცველის შეცდომა და უცებ გავიდა გოლი და რატო მინდა ხა პარალელის გავლება საფრანგეთის ინგლისთან. მithumetes მესამე ადგილისთვის ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ესპანეთს. დიდიე დეშამა დაუშვა იგივე შეცდომა რას გუშინ ტუხელმა გააკეთა. უხელმა თავიდანვე იმიტომ რომ ამდენი ხანი ცვლილებას არ აკეთებდა 95 თუ 97 წუთზე შემოიყვანა რეშფორდი და ბოლოს გინდა თამაშის ისა გადაჭრა ორი თერზე შემოყავს მე შემოიყვანა ისე საკაც არ შემოიყვანა მესმის რომ კი ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი კი აი მართლაც რომ კარგი ის ქონდათ რა ქვია ის ქონდათ ტუნელი ქონდათ მაგრამ იცი რა მარტო ორი ფეხბურთელის იმედზე ვერ იქნები რა ანუ კიდე ერთხელ ვიტყვი ხალხო თუ არ ახარ მართლა მესი თუ არ ახარ ვერ იზავ მაგას გუნჩი ვერ შეიტან მაგ მუხს ვერ შეიტანაც გუშინ არგენტინამ დაგვაყარა ჩვენ საფრანგეთის მინუს მე შეგეთქვი რაც იყო იქ ყველა ელოდებოდა რას სწრაფად და კონჩეტეოს დამოსული საფრანგეთი კრაიბზან ფლანგებიდან ზან ბაპეის არა ბაპეში ოლისე და ის არა ქვია ბარკოლა ბარკოლა იყო ძირითადად დემბელე და ის არა ქვია დემბელე და ბარკოლა შუაში ოლისე ათიანის პოზიციაზე და ბაპე და გუნდი რაზე იყო თელი სოფლის შეფედი მაგაზე იყო საფრანგეთთან ხომ და დაწუნებული ხო და მაგ კონტრშეტევაზე იმდენად კარგად ამოდიოდა მაგრამ რა გინდა დელაფონტი არის გენიუსი ფაქტი ხო გამოსა რომ ძალიან მაგარი მცდელი არის ხო საკამოკეტა საფრანგეთს ყავს 5 მოთამაშე ჰაჰა 6 და ესპანეთს 11-ვე მაგარია თან ძალიან დიდი საქმეში როგორ არა გადავალ ჩემას ძალიან დიდი არა ალექს ბაენა ვიზე მაგარია ძალიან დიდი ვიზე მაგარი გუნდური მექანიზმია 11-ვე არ არის მაგარი ინდივიდუალიზმი სუპერხებზე კიდიათ მაგარ მაგას ვამბობდი როცა რომ გუნდი ძალიან დიდი გავლენა იქონია როცა რომ ესპანეთი როდესაც სიტყვაზე სუსტ აზერბაიჯანსაც სიტყვაზე ეგრე ეთამაშება და საფრანგეთსაც ეგრე ეთამაშება ანუ გუნდია მაგარი ხო და 11-ვე მაგარი არ არის ხო და ეგ არის ფეხბურთი ჩემთვის ეგ არის ფეხბურთი ეს მაგას ვიგეკამათება უბრალოდ გუნდია ეგებს როგორ ან დელაფონტე ვიცი როგორ აწყოს გუნდი მაგიტომაც ვერ გამოარჩევ დიდი სიამოვნებით ნახავდი დელაფონტეს ბარსელონაში რაღაც აიგმალოს და სანაკრებო ფეხბურთი როგორ ვეზრდება დელაფონტეს სანამ მაგას ვნახავ მე მინდა რომ ეგ კაცი ბარსელონაში ვნახო, იმიტომ რომ თავისი ფეხბურთელების უმრავლესობა ისევ ამ გუნდში ხდება. და ცალკე მინდა აღნიშნო ლამინ იამალს, აქ ძალიან მაგარი მსოფლმხედველო რა. და რომ 18 წლის ბიჭმა კი დიდი ეგო აქვს, რაღაცა ინსტაგრამზე სტორებს დებს, რაც შეიძლება ცოტა ნერვების მომშლელია რაღაც მომენტში. მაგრამ აი როგორც გუნდური მოთამაშე, ეხა პირადი სტატისტიკა მაგარი არა აქვს რა ლამინ იამალს, მაგრამ საფრანგეთთანაც გამოჩნდა, აი პენლის ეპიზოდი თუნდაც არაფრიდან დინს რაღაც მომენტში ჩამოეცინა
და არაფრიდან გამოიმუშავოთ ერთ-ერთ მეტრიკი. მართალი ხარში. ასების დარიგების კულტურა რაც აქ რომ მომენტებში შეეძლო რომ მოტყუებაზე დასულიყო რაღაცა გაიმწვავებინა აქ იქ მაგრამ თურქნელის დავალება რაც ქონდა 100% შეასრულა. ხო, ზედმეტად გულს არ ეხებიან რა. მიიღე გაეციიღო. ეს და არის, მინიმუმი ეს თვითონ არ ჩანდა და რაღაც ჰაილაიტი არ შეუქმნია ესე რომ ვთქვა საფრანგეთთან თამაში, მაგრამ გუნდისთვის 100%-ით დაიხარჯა. აი ისევ პარალელი რო გავავლო რა ინგლისის მართლობის. რამდენჯერაც არის შორისაცვლილებები რო ევასება ამ ინგლისის ხალხს უაზროდ კარგავ. 1 5 6 ჯერ მარტო ისა ყველა გაუშვეს რაღაც ტრაქში ისე რომ კაცი არ ყოფილა არაფერი არ ყოფილა. ის არის რატო ვიძახი ესპანეთი მაგას თუ აკეთებს იცის რატომაც აკეთებს და ზუსტად დაასვავს იქ პას. და პროსტო იშორებდნენ ამას. გათვლილი არის პროსტას. თურქნელებს ზოგადად უწონებენ იმას რომ ზედმეტად პრაგმატულები არიან და ეს პრაგმატულობა უყავს რა რაღაც მომენტში. აი ტუხელი რამაც დაუყვა საბოლოო ჯამში და მაგაზეც აკე ვისაუბრეთ, მაგრამ აი დელაფუენტემ იცის როგორ გამოიყენოს ეს პრაგმატიზმი რა. საჭირო მომენტში მაგასაც თამაშობს. ანუ ამ კაცისთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერი. ყველა გუნდისთვის ძალიან მაგრად იმზადება და ერთ-ერთი გული რაზეც მწყდება არის ის რომ ეს საფრანგეთი აი 2018 წლის საფრანგეთის ვაიბები ქონდა რა რომ ერთი ამოსულ თქვით შეეძლო რომ ყველაფერი მოიგო. მაგრამ ნუ ამათი ამ კაცი ჭამიების წამალი გამოდგა დელაფუენტე. აი ეს ხუთი კაცი გააჩერეს და მოჩა. თავისი რაღაც აი უმაგრესი ნახევარდაცვი როდრიმ რა თამაში თამაში აი პრაიმ როდრი დაბრუნდა რა რომელიც ნახევარდაცვაში მართლა დიქტატორივით აკონტროლებდა ყველაფერს ძალიან მშვიდად და წყნარად და მე ხა რაღაც მომენტში ესპანეთს იმაშიც უმართლებს რომ ძალიან დიდი რესურსი აქვს ამბობს რა შეიძლება პაპესნაირი სუპერსტარი ვერ აყავს და არ აყავს მაგრამ როცა შენ შეგიძლია მეორე ტაიმის ბოლოსკენ ჩართო პედრი რომელიც ნუ გასაგებია რომ ცოტა ფორმაშია მაგრამ მაინც რა იხა ის გურთის დაჭერის სკილი არ დაუკარგავს პედრის რა შეიძლება პასი ვერ გააკეთოს და გუშინდელ აღარ იყო როდის იყო იქ თამაში ნუ როცა იყო რამოდენიმე პასი გააფუჭა პედრიმ მაგრამ გურთის დაჭერის სკილი მაგბიჯ სულ აქვს რა და მაგას ვერადროს ვერ წაართმევ სანამ ფორმაში იყოს კიდე მინდა ვთქვა რომ დანი ოლბო როგორი მაგარი როგორ მაღალ დონესაც ნაკრებში აჩვენებს იმის რა ვიცი ნახევარი მაინც რო იყოს ბარსელონაში ძალიან ბარსელონაში კიდე არეულია და ეგ ბარსელონას ბრალი უფრო მეგონი ვიდრე ძალიან იქ თუ ეგეთი მექანიზმი ჩაერთოთ იქაც აი მაგიტომ მინდა დელაფუენტე რა მოვა არ შეიძლება რომ ნაკრებში იყოს ჩვენთანაც იყოს რაღაცა შესაძლებელზე გავუშვათ ხოლმე აი მაგაზე მინდა მე თქვა რა რომ ესპანეთის აი ეს მოქმედება მარტო 11 კაცს კი არ შეუძლია ნებისმიერ რო შემოიყვანო ისიც ამ მექანიზმში ჩაჯდება თავისუფლად რა ისე რომ ვიღაცა ზამენიდან შემოიყვანოს ადამიანი და მე სხვაფრად გადაწყვეტს და რაღაცა იგივეს აგრძელებენ ჯიგრულად იგივე ფეხბურთს თამაშობენ არა აქ ვიღა პედრი იქნება თუ ისა იმასთან ქვია ბოლოტუძე რომ შემოყავთ ხოლმე მიგიონერი და აი ვიდა ის შემოიყვანეს ვიდა ის ჩაჯდება თავისუფლებრივად ამ მომენტში და უიარსაბალზე წინა გადაცემაში ვთქვი რომ ძალიან მაგარი მსოფლიო აქვს მაგბიჯს მაგასაც კიდევ გოლი შეაგდო ისედაც ძალიან კარგად ეხმარებოდა ნახევარდაცვასაც და ანუ რავი რა მოიყვანა ბარსელონაში მესობრეკავს ბარსელონას ტრანსფერებს რო იცოდეთ ძირფოს ტელემაყურებლებო ბარსელონამ შემდეგ სეზონში სულ ვერ მოიგო ლიგა იქნება ბესოს ბრალი ბარსელონას თუ ვინმე უნდა მოიყვანა და ტვინი რო ქონდეთ თავში ბარსელონას აღზრდილი ახლა რეალს არ უნდა ეპიდა და ეგეთი მაგარი მცველი არ უნდა გაუშვა როცა აქეთ პრობლემული ბალდი ყავს ყველაფერს თავიდან უნდა სულტრამირებულია ეგ ბიჭი ნუ კანსელოზე გავაკეთეთ სამი ალბათ ხო მაგრამ კანსელო შეუძლია მარჯვნივაც იდგეს მარცხნივაც და მოიყვანა ტესტები და მოგვარდებოდა კაიხანი ფრანგების პრობლემა მაგრამ მაგუნც მე არ ვიცი რა უნდა საერთოდ და რას აკეთებენ საერთოდ სურვილიც არ მქონიაო დეკომ დაიწყება ხა უგურეიას კიდისო და აი ტრანსფერებზე ვილაპარაკებ მაცადეთ ახლა ესპანეთში მიხავს და მაგაზე ხარ არ მომხდები ტრანსფერებზე იმრე შემოვალი ხავს ბარსელონას ტრანსფერებზე ხა ტრანსფერებზე შემოვალი ხარ როგორც ფეხბურთის მაცადეთ ესპანეთზე გაწოდა მე ვილაპარაკებ ტრანსფერებზე დავიწყოთ ახლა ესპანეთზე მოკლედ წინა პოდკასტის დროს მეც ვთქვი რომ ესპანეთის საფრანგეთის სასარგებლოდ ვთქვი რომ იყო შანსები 60-40-ს მაგრამ თუ იმეს ამ საფრანგეთის გაგდება შეუძლია თქვა მაგასაც ვამბობი რომ ეგ ზუსტად ეგ ესპანეთია და დარწმუნებული ვარ ამ სამი ესპანეთი ჩამოწერილი ყავდა დაცვა რო არ გათქვა დაცვა ყავს ყველაზე კარგი ხოდა
თუ ვინმეს ამ საფრანგეთის გაგდება შეუძლია, იქ ისევ ესპანეთი ერთხო, თორე დარწმუნებულია რომ ერთ ინგლისი და ერთ არგენტინა მაგას საფრანგეთს ვერ უზამდა რაც ესპანეთმა დამართა. და რო დაიწყო თამაში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე იყო იდეალურად დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დელა ფუენტე უბრალოდ ჩაუჯდა ამ გუნდს, იდეალურად გაანალიზეს, რა პლუსები ქონდა, რა მინუსები ქონდა, სად შეიძლებოდა დაეჭირათ ეს გუნდი და რაზე. და წინა პოდკასტზე დარსაძე მახსენებდა საკმაოდ სწორად თქვა, რომ საფრანგეთის თავარი სისუსტე ალბათ არის ნახევარდაცვა. და ზუსტად მან დაიჭირეს, როგორ შეიძლება ესპანეთთან ითამაშო ორი ნახევარდაცვა. და ამდენი შემტევი, ბურთი შემტევი ვერ მივიდა ელემენტარულად. ახლა ბაპეს რო დააბრალო ყველაფერი სისულელე იქნება. ბაპემ და ბურთი ვერ მიდიოდა უმეტეს შემთხვევებში. ეს არის იმიტომ, რომ საფრანგეთის ნახევარდაცვა და რაც იყო ნახევარდაცვაც არის, შეჭამა მთლიანად ესპანეთთან და ბაპე კიდე ჰარიკეინი არ არის, რომ ჩამოვიდეს უკან და ბურთი დააწილდეს. ბაპე მაგრამ ნაკრებში ჩამოდის. არა, ჩამოსული კი არა, ბურთის გამაწევებელი ის რაც აქვს, რომ შორი პასის კულტურა, ახლოს ამ აი ზუსტად სად დასჭირდა საფრანგეთს ჟირუს ნაიფეხურთელები და გრიზმანის ნაიფეხურთელები. გრიზმანის როლი მაიკლ ოლისეს კი მოარგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მაიკლ ოლისე ვერ გახდა გრიზმანი. და ზოგადად ოლისეზე უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ეს ფეხბურთელი ყველაზე დიდ და გადამწყვეტ მატჩებში ხრება. ბაიერნთანაც, ბაიერნი PSG-ს პროსაც. მეორე თამაში განსაკუთრებით ოლისე გაქრა და იქ მაგან განაპირობა მე მარცხი და აქეთ კიდე საფრანგეთი ესპანეთსაც ოლისე იყო ყველაზე ცუდი ორივე გუნდის მხრიდან ალბათ. კი, ლუკა დინს თუ არ ჩავთვლი. კიდე ერთი პრობლემა, რომელიც იდეალურად გამოიყენა დელა ფუენტემ იყო მარცხენა მცველის პრობლემა, რომელიც საფრანგეთში ყველა მიცის რომ არის ტეო ერნანდესიც და ლუკა დინის, რომელიც არ უნდა მდგარიყო, პრობლემა იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში და აი დინმა რასაც თქვა ჩააგდო ეგ მატჩი, არა მარტო იამალის პენალტის ეპიზოდი ხო სულელურად აიკიდა. რა სულელად დაიყო ხო? სულელურად აიკიდა. მომენტში ეს შეგვიძლია ჩემი აზრით ჯობდა რომ პირდაპირ თავი მოიშორებინა ბუთი და აუცე გადაიღო, ანუ უფრო მეტად ისე იგზნო უსაფრთხო თავს. აქედან კაცი მოდიოდა. ან არავინ დაუყვირა. ან არავინ დაუზახა და ვიჯერო, ეხლა რო იცი რა მოდის და მოიშორე. ფეხბურთი კომუნიკაციაა, გუნდები ხო და გასაგებო მოდის ყურადღება. სიგიჟო პენალტი აიგიდა. მოიქონა. ანგარიში რო გახსნა, მეგონა დაქვია. ესპანეთმა რაღაცა მომენტში ვიფიქრე, რომ მეორეც რო გაიტანა. რომ ის ფინალისტის ხო არ გამეორდება და საღაცა ხო არ გაიღვიძებს უცებ საფრანგეთი. და შერკი შემოიყვანა. ხო, შერკი შემოიყვანა, რომელსაც ასევე არ უვარდა ეს ჩემპიონატი. ფაქტია და პრობლემები აქვს აგუცე იწერება. რაბიოც გუნჩიც პრობლემები აქვს და მოკლედ ძალიან უცნაურად არ შეიძლება ესპანეთთან გამოხვიდე და ორი ნახევარი. ხო, არ ვიცხოვნობაში არ უნდა აჯობინო ესპანეთს. ესპანეთს რომელიც ცენტრითაა ყველაზე ძლიერი. მე რა თამაში ჩაატარეს მარტო ცენტრმა, აი როდრი მიფრინა. იქ ფაბიან რუისაც კარგი მატჩი ქონდა, მაგრამ როდრინ და ოლმომ მაგ თამაში ჩაატარეს. ფაბიან დაცვის ხაზი უნდა გაეტანა რა, აი რა კომბინაცია ოლმოს ბერკამი ჩაერთო, აი კუბარსი იყო, კიდე კუბარსის კუბარსი არის უმაღლეს დონეზე. კარგი დაიჭირა დაცვის ხაზი. ლაპორტი გამოჩნდა რომ კუბარსის ამ სეზონში რა პრობლემები ჰქონდა. არისო მარტო მაგის ბარსელონას მატჩი არის ბარსელონას საფრანგეთი იგონებს ამ საფრანგეთს კიდე მეორე სართულზე პრობლემა აქვს. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით დეშამბა ვერგარისკა ოლისეს ჩახსნა და მის მაგივრად კანტეს ან ზაირემერის ან თუნდაც ნებისმიერი ნახევარი ანგარიში ისეთი იყო. მე ვეღარ იზამ. თამაშამდე ვერ გაიგე. თამაშის პროცესში ხო მე უკვე მოსაგები რო გაქვს ოლისეს მოსწრა და კანტეს. ოლისე კი არა, ფარკო რა უნდა დაეკანებინა და სპანაირად უნდა. ჩემი აზრით მან უნდა წესით, მე თუ გითხავთ, მან უნდა დამდგარიყო დუე. მარკოლას вообще და სულ შეცვლად საჭირო იყო რა. დუე კი არა, ნახევარცველი უნდა დაემატებინა ჩემი აზრით. მან წესი ორი ნახევარცველი კანტე უნდა ყოფილიყო. აი ეგ და მაგან დაგუყა საფრანგეთის ვადო. ორი ნახევარცველი ამ ესპანეთის ნახევარდაცვას. ჯერ ისედაც რადონის ფეხბურთელები იყოს ეს ნახევარდაცვაში. დაცვაზე ხმას აღარ და შეტევაზე. რამხელა სამუშაო გაწია როდრისო თავი დავანებოდ ოლმო. და რადონის მატჩი ჩაატარა. საუკეთესო პერფორმანსი ქონდა კარიერის მატჩი და ვერკამპი რა. კარიერის მატჩი და იგენა ჩიდა წყარა და დინჯათი თამაშა. ხო არ ეთყობოდა რა ეს რაღაც ზედმეტი პრესი რაღაცა და კიდე ერთი რას მიგუც ყველაზე მთავარი კონეს შევეხეთ წერა. ძალიან გამიკვირდა რომ არ მოგატყოთ მამუკონეს სათადარიგოს კამზე დატოვება. ზეგანოვი და ეხაც იმიტომ რომ მანუკონეს არ ქონია ცუდი მსოფლიო. პირიქით ძალიან ერთ-ერთი გამოსარჩევი ნახევარი. კარგი მსოფლიო ქონდა რომ ძალიან გაოცებული დავრჩი დეშამის ამ გადაწყვეტილებით რომ დატოვა მანუკონე და დააყენა ჩუამენი.
მესმის რომ რეალის ფეხბურთელია, მესმის რომ კი ჩუამენია, მაგრამ ნუ ტრავმა ტრავმა რა ორი კვირა გაუწევს. ორი ხო ვერ ითამაშა. კამავინგას არ წაყვანაში ახსენეს კი. ამ ჩემპიონატის წინ. არ წაყვანებს. ნუ არ წაყვანებზეც რო არ ვისაუბროთ, კაცო ზაირ ემერი გუნდში ყავდა და არ გამოიყენა საერთოდ. ანუ ვიცი ძალიან დეშამს ყავდა ძალიან შემტევი. ჩემი აზრით დეშამმა გააკეთა როგორი რაღაცა, იცი? ჩემი აზრით დეშამმა მე შენ გეტყვი რა გააკეთა, ზეგანს ერთი ამოსულით თამაშსაც შეეხება რა. დეშამს უნდა რომ აი ერთი და იგივე შემადგენლობით, ერთი და იგივე იმით, აი ბოლომდე არ გამოვა. ეგ არის გამორიცხული, მით უმეტეს იცი რომ ესპანეთს ყავს აი ესეთი როგორც ბომბა გუნდი ყავს. ანუ ესპანეთი ის გუნდი არ არის რომ შენ დაცვაში ჩაგიჯდეს და თავის მომენტს დაეღოთ. იმდენად სწორფეხბურთს თამაშობს ესპანეთი და იმდენად აი დაკვირებული ვარ ესპანეთის პირველი თამაშიდანვე საუდის არაბეთიდანვე რა, ანუ პირველი თამაშიდანვე იმდენად უყვართ ბურთის ლამაზად კონტროლი და იმდენად მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი ნაკრების გაციშვა. ხო ანუ გამორიცხულია ამ ესპანეთს რამე დაუპირისპირდა. ეგ არის ესპანეთის დაცვაში ჩაჯდომა რა. ბურთს დაიჭერს, გაგიკონტროლებს, თამაში სტემპს და თიშავს. აი ხო მარტივია რომ უთხრა რომ ბურთი არ უნდა მისცე რა ესპანეთს. მიდი აბა არ მის. მიდი აბა არ ვიცი. თან ორი ნახევარწრიით ეგ როგორ უნდა გააკეთო? მაშინ ნახევარდაცვა უნდა დაამძიმო, ცენტრი უნდა დაუნძიმო და იქ უნდა შეებრძოლო. მან ჩემი აზრით აი თუნდაც კონე თუ არ დააყენა ჩუამენის და რაბიოს დაყენება მოინდომა, მაგას ჯობდა რომ გულს არა ქვია კონე და ის დამდგარიყო რა ქვია. რაბიო დამდგარიყო თუნდაც. იმიტომ რომ ბევრად კომის იქნებოდა, კომფორტული იქნებოდა საფრანგეთს და ბევრად პროდუქტიული იქნებოდა კონე იმისთვის რა ქვია. აი კიდე ერთი ვარიანტია რომ ულისეს თუ ამ ნახევარდაცვით გამოდიხარ, ულისეს უნდა დაავალო რომ შენ მარტო 10-იანი კი არ ახარ მოედანზე. 8-яნის ფუნქციებიც უნდა შეითავსოს და მომენტში 6-яნის ფუნქციებიც, რაც ძალიან მაგრად გააკეთა ესპანეთს. თან ესპანეთს ხო ეგ პლუსი აქვს რომ 3 ნახევარმცველით გამოდის, მაგრამ ნუ ეხლა ვიცით რომ როდრი უფრო ჩამშრალი ტიპის ნახევარმცველია, ფაბიან რუისი უფრო 8-იანია სიტყვაზე ვთქვათ და დანიელმო უფრო 10-იანს და 8-იანს შორის არის რა, მაგრამ ამ სამივე ნახევარმცველს შეუძლია სამკუთხედზე ტრიალი. შეიძლება ოლმო აღმოჩნდეს რაღაც მომენტში როდრის ადგილას, ფაბიან რუისი ყველგან არის თითქმის, ყველგან მოძრაობს და ეგ პლუსი ძალიან მაგრად გამოიყენა დელაფუენტემ რა საბოლოო. მობილური ნახევარდაცვა. კი, ძალიან კარგად იმოძრავა ამ სამკუთხედმა რა. და ნუ კლიტე შეუქმნეს ეხა მეორე ტაიმში გამოიყვანა კონე, ხო გამოიყვანა? კი, გამოიყვანა მეორე ტაიმში კონე როგორც მახსოვს და უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო რა, ეგ რომ ესპანეთმა ნახევარდაცვა და ცენტრი მოიგო რა. და ეხა ნუ ხო ეგრე უწევდა ერთ სიტყვით საფრანგეთს თამაში რა. ეს არ ყოფილა იმის გამო რომ თან წინა გადაცემაში ვთქვით და ეხლა განმეორდები რომ ეს არ იყო ფეხბურთელების ჯახი, ეს იყო სამწვრთნელო ჯახი უფრო მეტად ტაქტიკური ჯახი. დელაფუენტემ პირწმინდად მოუგო რა. ეს იყო მწვრთნელის მასტერკლასი, როგორ უნდა აჯობო მეტოქეს, იდეალურად გათვალა, ყველა ის სისუსტე რაც კი ალბათ ჩვენ საფრანგეთი მანამდეც ვახსენებდით პოდკასტებში რომ ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ჯერ ძლიერი მეტოქე არ ყოლია და ჯერ თავისი დონის მეტოქესთან არ გამოცდილა ეს გუნდი და როგორც კი სისტემა დაუპირისპირდა ამ ძლიერ ინდივიდუალისტების გუნდს, გამოჩნდა რომ სისტემა მოუგო. კი ბატონო. სისტემა მოუგო, მაგრამ იმის ხარჯზე რომ ბალანსი ზედმეტად დაარღვია დეშამმა ინდივიდუალისტსა და სისტემურობას შორის. საერთოდ მოშალა ფაქტობრივად სისტემა. მართლა მე რამდენად უნდა გამიმეორო, მაგრამ კიდევ არ შეიძლება ორი ნახევარწრიით ეთამაშებოდა ესპანეთის დონის გუნდს. აი შეიძლება არც სამით არ შეიძლება. შეიძლება გაგივიდეს სიტყვაზე პატარა გუნდთან ეს და კლასის ხარჯზე მოიგებენ იქ პაპეიზამს რაღაცას იქ ულისეს ეკნება მართლა იქ მერე იმას ეკნება დემბელეს და ვიღაცას იმდენი ტოპ ამდენი ტოპ შემტევი არც ერთ გუნდს არ ყავდა ერთად და ამის ხარჯზე მივიდა საფრანგეთი აქამდე და პირველივე სისტემასთან გამოჩნდა რომ ეს არ იყო თურმე ის საჩემპიონო გუნდი 2013 წლის საფრანგეთი არის. ჩემი გადმოსახედვით კიდე რა, ანუ ეგეთი ტაქტიკური სულა, როდესაც შეტევაზე აკეთებ ორიენტაციას და სწრაფი ფეხბურთელებზე, ანუ ამაზე ვარ დაფუძნებული. ჩემთვის აი რატომღაც ესე ვთქვი, ბავშვურია, ბავშვობაა რა, აი ბავშვობაში რო გვიყვარდა ეხა პატარები რო ვიყავით, რომ აი რობერტო კარლოსი თავდასხმაში ვაყენებდით და რაღაცა რომ რაღაცა ის ყოფილიყო რა და თითქოს და აი დეშამს აი ეგეთი ის აქვს რა ხასიათებს რა რომ აი ვინც კი ყავს აი ეს სწრაფი და შემტევი ისა ყველა უნდა ისა მაგრამ ამაზე არ ფიქრობს დაცვისა და ცენტრზე არ ფიქრობს რა ამაზე რომ ცენტრი არ ყავდა მეტი უნდა ეფიქრა ჩემი აზრით იმიტომ რომ წინ ისეთ ფეხბურთელები ყავდა ნუ ეგ თავისთავად უნდა გამოეძახა თავისთავად ყოდა ყოლოდა კი ბატონო მაგრამ ცოტა ამაზეც იფიქრე რა იმიტომ რომ შეხვდები უეჭველი ხო მოუწევდა ძლიერთან შეხვდა რა
ხო, კიდე მაგაზეც ვიტყვი რა. ყველასთან ერთნაირად არ შეიძლება ითამაშო პარაგვაის სიტყვაზე და იმას ხვდებით მაროკოს თუ ესპანეთს. ერთი და იგივე ყველგან არ გაგივა რა, ესპანეთთან არ გაუვიდა ფაქტია და კონჩეტები ფეხბურთს როცა თამაშობ კიდე. კონჩეტები ფეხბურთს სხვანაირად ვითამაშება, ჩემთვის კონჩეტები ფეხბურთის ზეიმი იყო მაგალითად ჟოზე მოურინიოს რეალი 2012-ში, 100 ქულა რო აიღო ლა ლიგა. უნდა ჩაუჯდეთ და ნახოთ როგორ უტევდა. საკუთარი დაცვიდან სამ პასში იყვნენ, მე ეს არ არის ის კონჩეტები. არც გადმოგდებული ბურთი ყოფილა რომ სპრინტი რამდენიც იყო ორჯერ იყო შანსი რომ გააქცეურდა და უნაი სიმონი ამოვიდა იდეალურად ლიბეროს ფუნქციაში აწულა და გაწმინდა ეგრევე. აი ეგეც უნდა ვთქვა რა, რომ უნაი სიმონის ამოსვლა. ძალიან მაგრად გამოიყენა უნაი სიმონი. აი ძალიან სწორი. ერთ მომენტში კი რაღაც დაისაჯა იქ დუეს მერე წესიერ რომ გაერთხა იქ შეიძლება და 2-1 გამხდარიყო და მე ბრძოლაში იდგა უკვე კარში რომ მაგრამ ვერ დაარტყა რა. აი ხო ეგ მასე დარტყმა არ შეიძლება ეგეთ მომენტში დაეფაქტო რომ სიმონი დაეძია იმ ბრძოლობაზე და აი სიმონი ამოწეული დაცვის პირობებში აი ტოპ პერფორმანსი შეასრულა. ხო და ჩაიჩაჭა. ამ ესპანეთს უნდა ვთქვა კიდე რომ აქამდე არ მოქონდა ჩემთვის ეგ ვაიბი და აი პირველად მოიტანა 2010 წლის ესპანეთის ვაიბები აი გერმანია რომ მიდიოდა მონსტრი გუნდი იქაც და ჯერ ინგლისო გადაუარა მე არგენტინა რომ მიაყოლა 4-0 და უკვე ყველას გვეგონა რომ ამათ ვინ გააჩერებსო და უცებ წყნარად შვიდად ფეხბურთი არც ათამაშა ისე მოუგო აი ესპანეთის ის აი მაგიტო უბრალოდ იმ გერმანიას არ დაგანახოს უცებ ეს სიმონები არის დიდ გუნდთან აჩვენა რომ შეგვიძლია უბრალოდ იმ გერმანიაზე ერთი გასამართლებელი მაინც ქონდა რომ იმ წელს ვინც იყო მთავარვარსკვლავი მიულერი ყვითელი ბარათების გამო იმთამაშ ტოვებდა და მაგას სული ძახიან რომ აი მიულერი რო ყოლა ამას სათქმელიც არაფერი აქვს ყველა აქ იყო უბრალოდ ყველა ამოკეტე ყავდათ არ ყავდათ ყველა ყავდათ ხო მე შეხოთაშორის ველოდი რომ დემბელეს გაიყვანდა იმდენად ცუდი პირველი ის ქონდა 60-70 წუთი და არ გაიყვანა და ბოლო წუთებზე თუ რამე შეიქმნა და დემბელემ შექმნა ის ზუსტი დარტყმაც ოქონდა დემბელეს იყო ორივე ერთადერთი ის ცუდად დაარტყა ჩემიაზე ის პირდაპირ ხელებში რომ მივიდა მეორე იყო კარგი დარტყმა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მბაპეს ეგეც არ ქონია მბაპე იდეაში მბაპე მისაკეთა რაც ეგეთ დროს უნდა აკეთო შორიდან უნდა ცადოდა არ ხოლმე მაგრამ კარში არც ერთი არ წავიდა ყველა აცინა რაც გაუშვა კაც ყველა აცინა და ეხლა რა ყველაზე მთავარი იმედგაცრუება ნახევარფინალების ფეხბურთელი თუ უნდა ვიღოთ ჩემთვის მაიკლ ოლისე იყო ასე გააქრონ ასეთი ჩემპიონატის მერე ტიპი ასე გააქრეს მანდაც არასდროს გადაწყვეტილება ფინალის ბრალიც რა თქმა უნდა მაგრამ ახლა კლუბშიც იგივე დაემართა როგორც ჩანს ისიც აქვს ცოტა დიდი მატჩების თამაშიც ჯერმანი რამდენი წლის არის ახალგაზრდა არა მაინც და პირველი მუნდიალი ყოველ შემთხვევაში ოქროს ბურთზე ვეღარ მოიცი რომ მიუჩვეველია რა ხო ახლა მიუჩვეველი იმიტომ რომ ეხა გადავიდა გრანჩი ეხა დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში კი მანამდე სანაკრებო გამოცდილებაც ჰქონდა საკლუბო გამოცდილებაც ჰქონდა პრემიერ ლიგას რო თამაშობ ადამიანი წლების განმავლობაში რთულია თქვა რომ რაღაცა ესე რომ თქვა ხო აი გამოცდილება გაკლია რა დიდ გუნდებთან თამაშს მაგრამ თუმეტეს საკმაოდ სუყე კრისტალ პალასში თამაშობდა მაგარი განსხვავება რა რომ შენ კრისტალ პალასით ეთამაშების იყო იქ მანჩესტერ სიტის თუ ბაიერნში მოთამაშე ოლისე თამაშობს PSG-სთან რა და მაგიტო ეხა ორივე თამაში რავი კვარა მაჯობა კვარა გახდა men of the match-ი რა და საკმაოდ ამსახურებლად აი კვარას ეგ ფსიქოლოგიური მომენტი უკვე აღარაა რა ოლისეს დაცვაშიც უჭირს კი ბევრად იმიტომ რომ კი ეხა სუსტ გუნდებთან ჩანს როგორ მუშაობს და რაღაცა მაგრამ აი გამოჩნდა რომ აი მაგალითად აი კვარა რასაც უკეთებს ბაიერთან პირველივე როგორც დაიწყო თამაში ეგ ფეხებში ვარო უტანეს აი მაგას დაცვის სისტემაში ძალიან სუსტი ეგ არის რა ანუ შეხედეს სწორი თქვა რა ანუ ოლისეს რა სავარაუდოდ ჯერჯერობით ფსიქოლოგიური ეს მეტადელი ბონდი ჩამოყალიბებული არ აქვს კვარას ეს უკვე გავლილი აქვს ანუ ეს მოტოვებული აქვს ეს რაღაც ვითომ ასაკითაც სხვა ასაკია ხა ის უკვე იმდენად კვარა უფროსია ხო კი იმდენად დინჯა თამაშობს კვარა რომ რა ვიცი კვარაზე კიდე თავი რაც უფრო ეგეთი დაბალანსე ეს დახუძნული გუნდი ყავს უფრო მეტია შეზეც მეხი და ეგეც მოქმედებს ყოველდღე თან იამამაც რა ტრეშტოკიც რო იყო ხონახე ეგეთ იმათ იქეთ უნდა ეშინოდა თუ სადაც შეხვდით ყველგან მოუგო ხო ჩვენ რატო უნდა გაშინოდა საფრანგეთის გარდანი და გამოვიდნენ და შეასრულეს აი კაცოში თამაშს რაც შეეხება რა უკვე ნაკრები აღარ აქვს კაი ხნის წინ გავარდა მაგრამ ერთს ვიტყვი რომ აი ესპანეთი პორტუგალიას შევეხები ორი სიტყვით რა იმდენად დიდი სამუშაო გაწია კიდე ერთ განმორდები ჟოაო ფელიშმა დაცვაში პორტუგალია იმდენად აი იმდენად გუნდური ჩანდა ეს პორტუგალია ოღონდ მენდეში ფელიშის დუოს ვამბობ რა
იმდენად სწორად ამოკეთეს იამალი, აი იმ გარკვეულ პერიოდში. სანამ მენდეში მოედანზე იყო. იმდენად სტაბილურად ეთამაშებოდნენ, რომ მომენტი არ ქონია. ანუ ეგეთი მომენტი არ ქონია, მაგრამ მან გამოჩნდა უცებ- საფრანგეთს უცებ- როგორ სუსტი ხო დაცვა. და მაგას საფრანგეთს არა, პარალელი გავავლე რა. ანუ იმდენად პორტუგალიას გავუჩინდა. დიდ მაიმანი თამაშა რომ აი მენდეში უცებ დაინგრა. შო უკვე იქ ჯერ პორტუგალიას ისე და სარვიცი რამდენად ხონდა შანსი. მაგრამ პორტუგალიას თუ შანსი ჰქონდა, ალბათ უფრო მაინც ნუნო მენდეშის სწრაფი ჩართვებით და აი ამ იგივე მენდეშის არა პორტუგალიამ თორნელმა დაღუპა მაგათ რა გუნდურობამ და ერთადერთი რაც უძოს ყველაზე მეტად ნუნო მენდეში რა არის, იცი უნივერსალი იგივე პარი სენ-ჟერმენი უნივერსალური გუნდი არის. ანუ ენრიკეს ეგ არ ნათქვა. მე არ ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მარტო ერთ ადგილზე თამაშობს და მარტო ერთი ენრიკე არა კრუიფიზმის ფინალში გავიდა. ერთ ფეხბურთელი რომელიც მე ხეოდა. მე ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ყველა პოზიციას თამაშობს და პარი სენ-ჟერმენი ამის შემართ იმდენად ძლიერი ბირთვი არის. ყველა პოზიციაზე ყავს ისეთ ფეხბურთელი, აი თუნდაც იგივე დემბელე და დუე რო ავიღო. დუეს შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში. ვაი და რაღაცა რომ ბურთს წამოიღოს. დემბელესაც შეუძლია. ყვარაზე ხმას არ ვიღებ. ყვარა თუ გინდა 10-იანზე დააგებ. ხო თუ გინდა ნახევარდაცვაში დააგებ. რამდენჯერაა მომენტები, რომ უცებ დუეტო უკან ჩამოდის და მენდეში ჰაკიმი წინ არიან შემტევები. ხო. ხო, რამდენი გოლი შექმნა. აი ეგ აკლია ძალიან ბევრ ნაკრებს დღეს და აი ეს რაც ახლა მე ვილაპარაკე. აი ამ ეს პარი სენ-ჟერმენი. რაღაც შემთხვევაში ამ პარი სენ-ჟერმენს ამ ესპანეს მე შევადარებ და გეტყვი რატომ. აი ეს გუნდური სულისკვეთება აქვს ესპანეს და აი ეს მის აქვს ბირთვი აქვს ესპანეთს. ანუ დელაფონტე იმდენად დიდი და იმდენად კარგი მცველი არის, რომ იცის, ანუ აქვს თავის ფეხბურთელების იმედი რა, ანუ ის მომენტი არა აქვს, აი შევიყვანე ხა ამას და შეიძლება არ გამიმართოს. შეიძლებაზე დელაფონტე არასდროს შემოყავს და რატოს და რა. ანუ იცი რატო? იმიტომ რომ ვისაც ენდობა ისინი იმედებს უმართლებენ. კი, თან სისტემის კაცია. ამანამდე ახალგაზრდულების მწვრთნელი იყო. ეს ფეხბურთელები ვინც აყავს ახლა ნაკრებში გამოძახებული, ყველა ამის ხელში გაიარა ფაქტობრივად და ყველა ამის ხელში გაიზარდა და ჩამოყალიბდა და ეხლა მე სისტემის კაც რო ნიშნა უკვე მთავარ მწვრთნელად, რა თქმა უნდა, ის თავის სისტემურობას გააგრძელებს. და ყველა შესაძლებლობები 100%-ით იცის და მაქსიმალურად იყენებს რა. და ხო იმაზე ვთქვათ, დეშამი ამ სოფლიოს მერე ვიწოდით და გვეშუდავეო და ზიდანი და მოდის. ზიზუ ჩაიბარებს. ზიდანის ძალიან კაი ვარიანტი მოხდა ახლა სინამდვილეში. ზიდანი ბალიშიკობდა მაგას. ეს ფეხბურთელები მოშიებული ეყოლება ყველა ტურნირებს, იქეთ ევროს, იქეთ მსოფლიოს და ძალიან მაგარი ჩაიბარებს გერმანიას და მე მგონი სანაკრებო ფეხბურთს ის გვარდიოლა იტალიას რომ მოგენდა რა ვიცი რა შუაშია. არ ვიცი, არც მე. ეს აქეთი ნაცვლებენ ეს სერიოზულად. კი, და რაღაცა სანაკრებო ფეხბურთს თავისი თავისი ხიბლი დაგებული ხო დაუბრუნდება. ნიდერლანდებში მიდის ისე. არ ვიცი, იმედია მე გვარდიოლას ვისურვებდი კროიფის გაცოცხლების გეგმას რაღაცნაირად დასახავენ. მე ნიდერლანდებში ან გვარდიოლას ვისურვებდი, ან ბრაზილიაში გვარდიოლას და ანჩელოტის იტალიაში. ანჩელოტის იტალიაში დიდი სიამოვნები. არ ხდება ეგ. ეს რეალურად ეხა ვანგალი რო ყავდა ნიდერლანდში. ეგ იყო ყველაზე კაი ნიდერლანდები აი ბოლოს. ბოლო იმის გამო ხო? ვანგალიც რა, ვანგალიც არის სისტემის კაცი. ხო. ნიდერლანდური ფეხბურთში, რა ვიცი, პირველი კაცია რა. მაგის მერე ჩაქრა. და ეხლა რავი, ანუ იმაზე ფეხბურთელებზე ვილაპარაკეთ, რომელიც ფეხბურთელად არ მიმაჩნია და კუმანის ეგეთი ამბავია რა. სრელი არ არის, ეგ კაცი შარლატანი რა. 2010-ში ვინ იყო ეს ნიდერლანდების მცველი? მარვიკი. მარვიკი, ხო? ხო და მაგის დროს უღალატეს პირველად ნიდერლანდურ ფილოსოფიას. და მაგან რაღაც პონჩი მე მიბაძეს ვიღაცებმა მე მაგას და მაგან დაღუპა საბოლოოდ. აი მე ევროზე რა. ხო ევრო იყო ის ვან პერსიმ რო ნახტომში გაუტანა. სოფიო. ეხო ვანგალის ნიდერლანდები. ეგ უკვე ვანგალის და ძალიან კაი იყო რა. ძალიან ნაივარფინალში თოილო. მე ვფიქრობ, რომ აი ბოლოდიკატის ნიდერლანდებს თვალიდან ვანგალის იყო ყველაზე კარგი და ყველაზე სტაბილური გუნდი. 14 გუნდი. თან მაგდუს სასტავი. და ოილოჯერ არგენტინა დაფრინდა. ხო, თან უკვე თითქოს მობერებულები ვან პერსის თაობა, ვანგალის რობენი, მაგრამ მანჩესტერში. მაგრამ აი სკინუალედი თამაშობს რა. კი, ფუნტალარი არის იქნებოდა. ლინდი და მე ფისი გამოჩნდა პირველად მაგ ჩემპიონატს. ეგრე წაიყვანა მანჩესტერში. აი, გადავიდოდი არგენტინა ესპანეთი. ინგლისი არგენტინაზე გადავალ და დავიწყე. გეკუთვნის მაგ მატჩზე მე ვფიქრო ინგლისია ფავორიტი იყო და ვამბობდი რატომაც მეგონა ეგრე, იმიტომ რომ არგენტინას თამაში არ ქონია რეალურად, მაგრამ აი დიდ გუნდთან არგენტინა გამოჩნდა ჯერ
დავიწყებ იმით, რომ ჯულიანო სიმეონე როგორც იქნა ძირითადში დააყენა, იქ ძალიან მოულოდნელი და ეს სიურპრიზი მოუწყო ამით ინგლისს. როგორც ჩანს ეს იმიტომ იყო, რომ მარკეტ პლანკზე მოლინას ბევრი ჩავარდნები აქვს და როგორც ჩანს ბალანსისთვის ერთი ვარიანტი რომ დაემძიმებინა კიდევ უფრო აქეთა ფლანგით, ან მესიც ვერ ეხმარება ფლანგსთან მით უმეტეს მაგპონჩიც. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ტაიმის სცენარი პრინციპში იყო ნამდვილი ბრძოლა, ფეხბურთი არ იყო, ხუმრობებიც ხდებოდა, მე მგონია გონიათ რომ იმას თამაშობენ UFC-ს და რაღაცები ეგეთებიც ხდებოდა. UFC-ს, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე პირველივე როგორც კი დაიწყო არგენტინამ შეუტია, იქ ალვარეს ჰქონდა კარგი მომენტი და აი პირველი მის მერე ვიფიქრე რომ ნეტა ახლა დაიწყო ფეხბურთის თამაში თქო. აი უცებ წამოვიდა ინგლისი და არაფრისგან გაიტანა გოლი. ეგეც მოლინას შეცდომა. მოლინას შეცდომაც იყო ფლანგით ჩავარდა იქედან ტალიაფიკოსის ეგრე თავისუფლად რო ჩააწოდებინეს მან. გოლი გავიდა და ვიფიქრე რომ ახლა ინგლისი გააკეთებს იმას თუ იმას გააკეთებს რაც უნდა გააკეთოს, წესით არგენტინას მარტივად მეორეს და მესამესაც მიაწყობენ. კიდევ ამ სანამ ცივი შხაპი აქვს გადასმული, შეუტევენ ბოლომდე და შანსს აღარ დაუტოვებენ. თან არგენტინა ძალიან აჭრილი. მით უმეტეს წინა თამაშების გამოცდილებით ნახეთ რომ არგენტინას თუ არ გაუტანა, მერე რაღაცა ბრუნდება და კამბექებს დებს ხოლმე და ინგლისს ამის მაგრამ გადაწყვეტილი ფლანგზე. გადაწყვეტილებას მოინდომა რომ ავტობუსი ჩაეყენებინა და განსაკუთრებით ნიკო რაც დაინახა ნიკო რაც დაინახა რომ შემოყავდა არგენტინას. მოდი ასე ვიტყვი რა ჩაისვარა პირდაპირ ტუხელმა რაც გააკეთა ამას საუთგეიტიც იზამდა როგორმე მასე აკეთებდა ყველა თამაშში წინა იმას. ინგლისს დაემართა ის რაც კლასიკურად ემართება ხოლმე ინგლისს. მოსაგები თამაში გაანიავეს თავისი სისულელით. ეხლა გადაცემამდე ვლაპარაკობთ რა რომ და დელაფუნტეზე ვთქვით რომ პრაგმატულობა აირჩია. ტუხელმა რაც გააკეთა შეიძლება თქვა რომ ხო პრაგმატულად ითამაშა, იმიტომ რომ ნახევარფინალია, შედეგი შენარჩუნებაზე რაღაცა აქეთ იქ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ექსტრა პრაგმატიზმი ღუპავს ყველას. და აი აკრაგურის მეგომ დაღუპა ეს ინგლისი. შენ თუ ფეხბურთი ამბობ უარს, არგენტინაა რა, არ არის მოზამბიკი რომ კლასიკურად დამსახურებულადაც გამოვა. ანუ მესის რო დაუთო ბურთა იქ რაღაცა მოხდება მე. და კიდე აი არგენტინას პირველი გოლის ეპიზოდზე მინდა რომ თქვა რა. არ შეიძლება ესე როცა 9 კუთხით ეგრე გაგითამაშებენ რომ აშკარად ცდილობს გუნდი რომ გათამაშებენ კუთხურს, პირველი პასი ნახევარწოლს, მერე ისე უკან მესის და მესი აწვის. ამას გიკეთებენ 9 ჯერ, არ გააკეთებინე 9 ჯერ და მეათე დაკეთებინებ, იმიტომ რომ ბოლო წუთებია და საჯარიმო უნდა დაიცვა. ხოსი გიჟე იყო რა, ინცოს მარტო დატოვება. თან ეხა ჩვენ თუ ვიცით და ჩვენ თუ ვუყურებთ რადონეზე შეუძლია ინცოს შურიდან დარტყმა, კლასი მაგვის არაკლია და რა ვიცი საკმაოდ დაყენებული მაგარი დარტყმა. ერთ-ერთი პირველ ტაიმში ეგეთი დაარტყმა. ხო და ასე გაკეთდა, მიაღებინეს ინცოს, გაასწორებინეს და დაარტყმებინეს. მაგომენტში მე მგონი ბელინგემი ადიოდა იმაზე. ბელინგემი თუ კეინი. არ ვიცი, არავინ ახსოვს არ ყავს. ყველაზე დიდი შეცდომა რა ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო ისე ამდენჯერ რომ ერთი და იგივე საკუთრთან ითამაშებენ. ერთი და იგივე სისტემით გიტევს, ხო? 1460. და მარტო მეათეჯერ რატო აკეთებენ, რომ ვიცი რა, ბოლო წუთებია და მოდი ჯანდაბას დაარტყმებინე. ჯანდაბაზე გატენეს კიდევაც გახარეს კიდე რომ უკვირთ მე თავში იშენე ახერს იშენ თავში ითამაში ფეხბურთი და პირველი გოლის მერე მე ვერ შევატყვე რომ ინგლისს შეტევა უნდა. მე ვერ შევატყვე რომ პირველი გოლის მერე ჩემი აზრით ინგლისმა რა გააკეთა, იცი? აი ახლა მოდი ერთ-ერთი გავუწევ. ეს რაც რა ქვია, რაც პრაგმატულობა არასდროს არ აკვდა დღევანდელი ინგლისს, ამ ფორმაციის ინგლისს უარესი გააკეთა თუ ხელმა იფიქრა რომ კარგი ერთ-ერთი მიჭირავს, მოდი ბოლომდე გავატრო და დამატებდი. მაგრამ პირველი გოლის მერე უკვე გამწყდარი იყო ეს გუნდი, მაგრამ პირველ გოლამდე ვისაუბროთ და გოლი რო გაიტანა. ბიჭო, უყურებ რომ სისუსტეებია დაცვაში ამდენი. უყურებ რომ ფლანგები მოშლილი აქვს მეტად. იმის მაგივრად რომ ეს სისუსტეები გამოიყენა. მაგას საუთგეიტიც აკეთებდა. როგორმე რაც თუ ხელმა გულში გააკეთა, ხო? მასეთ ფეხბურთს ათამაშებდა და მაგით გაგუშვეს ეს კაცი, აღარ გვინდა ეგო. ამან არ ვიცი რა ნახა იმის ჩანაწერები და მოძებნა და მოდი ახლა არგენტინთან ვის არგენტინას მოდი ასე დაუდგე. პირველი გოლი რაც გაიტანა ინგლისმა ბურთისფრობა პირველი გოლიდან ბოლო წუთამდე რამდენი ქონდა ინგლისიცი? ესე იგი 88 იყო არგენტინის სასარგებლო 12. ასე ფეხბურთს არ თამაშობდა. და საერთოდ წყლის შესრულების მერე საერთოდ ყოფილა ისა 92-8-ზე არგენტინის სასარგებლო. ეგეთი ფეხბურთი როგორ შეიძლება ითამაშო და მერე მოიგო. მერე გაშვებული გოლის მერე რამოდენიმე შანსი შექმნა რა არგენტინამ. ხა იმას ვერ ვიტყვით რომ ნუ არგენტინა
ვალდებული იყო რომ შეედგა. და პიკ ფორმა ითამაშა ძალიან მაგრამ. რამდენჯერმე გადაარჩი იყო მაგარი გოლში აიყო პიკფორდი და ანუ წარმოიდგინე, ინგლისი ხარ რა, არა ხარ რაღაცა დაბალი ეშელონის გუნდი, რომ არგენტინას ეგრე ჩაუჯდე. პირიქით, შენი თამაშია, რომ წინ ყავს, სტარები ყავს, ეხა ჰარი კეინის დონის თავდასხმელი, რომელ ნაკრებს? კეინი საერთოდ ვაფშე თამაში არ ქონია არც ერთ. თან ეხა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სკალონი ისეთი წყობაში არჩია, რომ ვიღაცები დაკეტა და გააქრო მოედინა და ეს თამაში ირწმინდა წააგო ტუხელმა. ეგ კი მაგრამ პირველ ტაიმში ხო არ იყო ეგეთი პირველ ტაიმში მაინც არაფერი ყველაზე დიდი უბედურება რა იყო ის ყველაზე დიდი უბედურება ჯეტ სპენსის იმედზე იყო ჯეტ სპენსი ხო საუკეთესო ორივე სპენსის რო არ წამოიღო სპენსი ანუ სპენსო ბურთი არ წამოიღო და იქ საჯარიმოში არ განწევინა ანუ ინგლისი ვერაფერს არ აკეთებს ახლა აი შემთხვევით ერთი პიკფორდი მაგარ ბურთს იგერიებს და იქა დაცვაში ასე რეები ხდება რომ ისე ანუ ბურთი ვერ გამოაქვს რაღაცა და ისე არგენტინას უბრუნდება კი და მე ჯარიმა იყო თუ რაღაც როგორი კონტრპრესინგი ითამაშა არგენტინა იქვე როგორ აკარგინებდა მესო სორი თქვა რა ბიჭო ხედავ რომ აი მართლა გუნს უჩის დაცვაში მით უმეტეს პირველი ანუ ასე თქვა მეორე ტაიმის სტარტზე სივიშხაპი გადაასხეს არგენტინას პირველი გოლის სწრაფი გოლი თქვა ასე თქვა გაუტანე ბიჭო ანუ ამდენი სისუსტე გამოჩნდა იგივე მარცხენა კრაი მარჯვენა კანონი დაცვა არ იყო იმდენად სტაბილური თან ორივე პირველ ტაიმში მოახერხეს და ორივე ცენტრალური მცველი გააყვითლებია ის მაინც ბიჭო პირიქით გადი გამწვავე რა თამაში რა მეტი არა თან ვიცით როგორი პრესინგის თამაში შეუძლია იგივე ენტონი გორდონს მე მაგვის ხა ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის ხა სტარი არ არის ეგ ბიჭი რა და ის ბარსელონას გადახდილი ფულით მე ძალიან მეძებეჯირება მაგრამ ამ ბიჭის პლუსები არის რომ პრესინგს თამაშობს დაუღალავია, სწრაფია, იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ შეაწუხოს მცველები რაღაცა და ამას თუ არ აკეთებდა, თუ ჯდები საჯარიმოში, ხო, რა თქმა უნდა, მესია და პირველ პასს თუ არ გააკეთებს, მეორე ძალიან მაგარი გააკეთებს. თან ერთი მომენტი თუ გახსოვთ ის იყო რა, მესიმ ცენტრში მიიღო ბურთი, ჩამოიტოვა და ტალიაფიკოზე აკეთებს მოჭრილს რა საჯარიმოში და ეხლა მაგ პოზიციიდან ეგრე რომ შენი თანაგუნდელი ერთ-ერთზე დატოვო, ბევრს არ შეუძლია რა, ბევრს ექსკილი არ აქვს რომ მან ესეთი მოჭრილი პასი გააკეთო. მარტო მაგ მოჭრილი პასით ტოვებ ერთ-ერთზე რა, თანაგუნდელს საჯარიმოში და მაგის საშუალებას თუ მესის მიცემ, მესი აუცილებლად გააკეთებს რა მაგ პასს. არ დაგზარდება, იმიტომ რომ უყვარს ეგეთი პასების გაკეთება. და კიდე დადის და აკეთებს. ანუ თან დაცვაც არის და დაცვაც რა, რო შემოყავს დენ ბერნი თამაშის მოსაკლავად, კი ბატონო შემოიყვანე ინარჩუნებ ერთი დროს, ხო ცდილობ რა ბოლომდე და თამაში ვერ კლავ რა, ფაქტი ანუ საჯარიმოში თამაში არ იკლება. თამაში იკლება ცენტრში. და ცენტრში თუ არ კლავ თამაშს, მაშინ მეორე, მესამე, მეოთხე ჩაწოდება გავიდა და მეხუთეთი ლაუტარო აი გაუგებარი ჩაჯდე დაცვაშიც ვერ თამაშობ დაცვაში ამდენი თავზე როგორ უნდა გაჯობოს ამდენი კიდე ჩემთვის მიუღებია და გაუგებარი რაისის კი ხო რაისის გამოთიშული იყო არა სხვა ბიჭო ესე თამაში მით უმეტეს მე მგონი 1-0-ზე გაიყვანა ხო არ მახსოვს ზუსტად არ მახსოვს ხო მე მგონი აღაროზე ნახავ დრომატზე იმიტომ რომ თუ ამან რაისი 1-0-ზე ჩახდა თამაშ გუნდი იგებდა ცენტრში მე მგონი 1-1-ზე ჩახსნა რა ხომ არა რა რაისის გაყვანა იგე 92 წუთზე 1-0-ზე გავუგებდა არა თუ 1-0 მაგ 95-ზე გაიყვანა მე ხო 95 1-0-ზე გაიყვანა ხო 1-0-ზე გაიყვანა 1-0-ზე შენ დეკლარ რაისი გაკავს და კაგრას რაისის მაგ რო შემოვიდა ბერნი ხო ხო ბერნი არის შემოსული დეკლარ რაის ხსნი ალბათ ბერნი ვისი კიდე რა სორი და თამაშ თუ ყავთ იქ საჯარიმოში არ უნდა მოხდა ცენტრში უნდა გააკეთო ხო ბიჭო და ეს დეკლარაცია გაიყვანა გაიგე აბა პროსტა ეხა სცენარი წარმოვიდგინოთ გაიყვანა ჯუდ ბელინგემი აი პროსტა სცენარი წარმოვიდგინოთ არა და 1-0-ზე შენ თუ თამაშის მოკლა გინდა პირიქით ჩემი აზრით ჯუდ ბელინგემი უნდა გაიყვანო თუ მაინც და მაინც ხო თამაშკრა ბელინგემი გაიყვანა რაის რატო ხსნი ხო აი ნახე ჩახსენი ბელინგემი ყალავრო თქვა რა ტუხელზე რო ესე მე მგონი მართლა მოსაგებად მიდის სოფლიო ჩემპიონატზე რა ისეთ ფეხბურთელები ყავს სწავლენიო და გაახსენებენ თან აუცილებლად გაახსენებენ იგივე ტრენდის არ დაყვანა ტრენდის არ დაყვანა პალმერის არ დაყვანა ბიჭო აი ინწყავდა გამოიყენა რომ ხო ისინიც არ ათამაშა ვინც წაიყვანა საშინელის ინგლისში რა გადაცემდა ლაპარაკობდი რეშფორდი რო შემოყავს 90 წუთზე პრობლემაა უკვე რეშფორდი პირდაპირ აჯახა გამოისვა ხალხები არიან მაგრამ პირდაპირ ვიცი ამას ხო ჩასრული რეშფორდს რას თხოვრო 2 წუთში შექმნა
არგენტინას გოლი? თან ვისთან? თან არგენტინას. მით უმეტეს ესეთი იმაში ფორმაშიც არ არის რომ რაღაცები დააკეთოს. რაშფორდი და საკა ეფექტური არის მაშინ, როცა შენ გაგუკვე უპირატესობა გასაქცევის სიმწეები ჩდება მეტოქის და სირბილით ყველას გაასწრებენ. მაშინ აიც 1-0-ზე. ამდღა ფეხბურთში რაშფორდი არა ეგეთი 1-0-ზე რო შემოეყვანა რეშფორდი და საკა, კიდე მივხვდებოდი რა, რომ აი ეხა არგენტინას შესატევი აქვს და გადმოვარდნენ ბურთებზე საკას გამცემია და რეშფორდის გამცემია. მე მაგას ვეძებდი ისამს. 2-1-ზე რავი შემოიყვანე ვინმე კიდე ტანმაღალი მცველი რომ საჯარიმოში ჩავიდეს და ჩაუწოდო და გოლი გაიტანა. უბრალოდ ერთი კითხვა მისწევ. აი მაგას ვილაპარაკე რა დაცვა დაგუპავს. არა, უბრალოდ ერთი კითხვა მისდება. რამდენადაც მახსოვს მე ოლი ვოტკისი წაყვანილი ყავდა ტუხელს. რატო არ შემოიყვანა თუნდაც? მაგას ნახულობ. ანუ იმას არ მომბრო კენი უნდა ჩაიხსა მაინც. რეშფორდისგან განსხვავებით ოლივოტკა პრემიერლიგას უყურებ. თიქს ყველა თამაშს უყურებ პრემიერლიგაზე. ასტონ ვილას თამაშებში ფაქტია რომ ჯოკერები თხოვთ ეს ევროპა ლიგაზე ძალიან ევროპა ლიგაზე. იმდენად სტაბილური არის. ანუ ასტონ ვილაში ოლივოტკინსი მეორე სართულზე მithumetes. თან მეტად ცხრიანია ვიდრე კეინი. არაფერს არ ვიცი ჰარის ძალიან დიდია, მაგრამ ამ მომენტში ჩემი აზრით რეშფორდის შემოყვანას თუ რეშფორდის შემოყავს იცი რა გააკეთე რეშფორდის მაგათ ვიგაიყვანა მე დაცვის ჩახსნა დაიწყო პოზიციური მე უკვე დაცვის ჩახსნა დაიწყო პროფესორი სტომსი გაიყვანა ეს სპენსი შემოიყვანა სპენსი გაიყვანა ხო? ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? საბოლოო ჯამში შეეძლო რომ ანუ შემოიყვანა თუნდაც ოლივუტკინსი და რა ვიცი ჯერ შემამდე არ დადის ეკიპის ჩაწოდებებზე თუ თამაშობ ოტკინსი უნდა შემოიყვანა გამწვავება გინდა რეშფორმა ბურთი მიიღო საერთოდ რაღაცა კი ერთმა მიიღო გაიგო ბურთი დაკარგა გაიგო იმიტომ რომ დამდგარ დაცვას ვერ ეთამაშები თან ეგეთ სიტუაციაში როცა უკვე მოსაგები გაქვს რა ბელინგემი შენ აღარ გჭირდება რა ჩემი აზრით იქ თუ ანუ დაეტოვებინა კეინი დაეტოვებინა მასე დროს გადაწყვეტა არა ბელინგემის ბელინგემს გამოფტომა შეუძლია მასე დროს და გატანა წავიგე მაგრამ ხო ერთი მომენტის კაცია მაგრამ ბელინგემს ვერ ჩახსდი მასე დროს მაგრამ სხვები არ იყო შემოსაყვანილი ხო ეგ ფეხბურთი არ უნდა ეგრე არ უნდა ეთამაშა საბოლოოდ მაინც იქამდე მიგდო ჩასვლილი ფეხბურთით კარგია რომ ასეთ ჩასვლილი ფეხბურთი ფინალში ვერ გავიგე თან აი არ შეიძლება მე და შევლაპარაკობდით ეს ჰარამბოლი რა შეაქვს რა არსენალმა ითამაშა კი ბატონო მოიგო პრემიერლიგა და ვისთან მოიგო ტოპ 6-ის გუნდებთან გადავხედოთ აბა არსენალის შედეგებს რომელს მოუგო რომელს აჯობა ფეხბურთით არსენალმა ჰარამბოლით შენ აჯობებ კრისტალ პალას ევერტონს ბარნლის ვისაც სამი ქულ ბორნმუთს ვისაც სამი ქულა გაქვს შენ აუცილებლად წამოსაღები რა მაგრამ როცა შენ გიპირისპირდება მესი ხულიან ალვარესი ენცო ფერნანდესი მაკალისტერი ანუ დონით მაღალი ფეხბურთელები ხო მიუხედავად იმისა რომ MLS-ში თამაშობენ კლასი მკვდავია რა კლასი არსად არ ქნება ამ ჩაკეტილი საჯარიმოში გამოკეტილი თამაშით რომ გადმოვარდნილი ბურთი ფეხებზე ვკიდია გაქცევა ფეხებზე ვკიდია შეტევას საერთოდ უარს ვამბობ ანუ ემილიანო მარტინეს ხიფათი ვერ შეუქმნეს კარტა ხო მომენტი არ ქონია მე კიდე ჩემაზე ვარ შეიძლება მოგაბეზე თავი მაგრამ გითხრი ოლივოტკინსი უნდა შემოვიდეს იმიტომ რომ ორი თუ მართლა შენ მეორე ტაიმში მithumetes აგებ თამაშს აბა რატომ მითხავ ანუ რატომ მითხავ ანუ უბრალოდ სკამზე უნდა იძეს და უყურო შენ და როგორ აგებს თავის ნაკრები 2-1 ბიჭო თამაში მაინც გაამწვავე ფორვარდი მithumetes იცი რომ ვოტკინსი არის ეგეთი ტიპის ფორვარდია ტარანულის ტიპის ფორვარდია იცი რომ შეუძლია გატანა და მithumetes იცი რომ არგენტინელი მცველები გაყიდლებულები არიან თავზე ძალიან კარგად თამაშობენ უტამანდი თავზე ვერ თამაშობს ისე შეიყვანე რა იქნება იტანს აი თაგიმას ვერ დავეხარჯნობი რა ყარაულის ტოპი გავარდეს მაგრამ რაღაცა შინაგანი ხმა კანახობდა გუში რომ ოლივოტკინსი რო შემოსულიყო რაღაც 0.1%-ი მაინც შეიცვალა ხო რა დრო შევაჯამოთ ხო რო შევაჯამოთ აგებ თამაშს შენ კიდე ილაპარაკე ინგლისი ისპანი ხო დავწუხრებული განესაც ვერ გაჩერდა მე რა დავიქოქე და ამოქოქე რა იმის თქვა მინდოდა რა ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთ იმაში ნებახ ეგეთი რაღაცა ნატო რომ ხან და ხან არის მომენტები როდესაც შეგიძლია შენ თავზე აიღო თამაში და დაიკიდო თუნდაც მწვრთნელის მითითება მაგ ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი ეს და ეს საკლუბო ფეხბურთში მომხდარა რა ეგეთი ფაქტები როდესაც ის გადაუხვიეს ამოკაჭირო თავისი თავი შეიყვანა და გოლი შეა
სულკით შეუდგეთ და დავში მოუგიათ კიდევაც რა ეგეთი თამაში რა და ჩემს როცა ხედავ რომ ეს უკვე დაბრკოლებაა შენთვის და ეს შენთვის მომგებიანი არ არის უნდა აცნობიერებდეს უნდა გარისკო კლასიკა უნდა გარისკო შენი თუნდა რაღაცა თუ დავალება რომ მოდი ახლა უნდა ჩავდგეთ დაცვაში და დავიცვათ თავი მაქსიმალურად ხედავ ხო რომ არ გამოდის ეს უკვე უნდა გადახვდეს შენი ის იმაზე უნდა წახვიდე და მაგ დროს მეტოქე უფრო იბნევა თან რა იმიტომ რომ ის აღარ იციან უკვე რა რამე რაღაცა ინდივიდუალისტს რომ ეცახეთ ჩვენ და რომ გვიყვარს ეს ინდივიდუალიზმი ხო ამ პრაგმატულ ფეგმურში ეგეთი რაღაცა გამორიცხულია რა რომ მოხდეს უნდა მოხდეს აი ეგეთ რაღაცებში რომ რაღაცა გამოხდება და რაღაცა ისეც გააკეთებს ისეც რომ არ ყოფილა რა გეგმაში საერთოდ რაღაც ეგეთი რაღაცა უნდა მოხდეს თუნდაც ერთი ერთზე აი გაათანაბრეს იგივე ფეგმურცო თამაშო აი ერთი თროზე კაი ჩადექი დაიცამი თავი გაგიტანეს ის ერთი გოლი კიდე იგივე ფეგმურს თამაშობ თან უფრო ქვევით ჩადიხ აი უკვე მან უკვე ფსიქოლოგიურადაც მოიღო უკვე თან რა მომენტია იცი რომ აბა ამ არგენტინას ჩვენ ამრე თამაში ყველა თამაშია ბოლო წუთების დრამა ხო ანუ ბოლო წუთებში მე 4 თამაშია ეგრე არის ეხლა ეგვიპტესთან 2-0-დან დააკამბექეს ექსტრა ტაიმს ველოდებოდით ყველა და გაიტანეს მესამე გოლი ხო პირდაპირ და ეს გამოცდილებები რო გაქვს ეხლა არგენტინისგან რა რავი რანაირად უნდა ჩაუჯდე ამ გულს დაცვაში რანაირად უნდა გიგონოს ის რომ აი ჩვენ აბად მესის ვაჯობებთ დაცვით რა შანსი არ არსებობს ხო და კიდე აი მესის ფაქტორს უნდა გოდიში გაწვეთნე მესის ფაქტორს უნდა გამოეხმაურო როცა ხარ მაღალი დონის გუნდი ქვია მაღალი დონის შემსრულებელი ფეხბურთელები ყავს კიდე ყველა არა მაგრამ ყავს მანდრაჟით არ უნდა თამაშობდნენ რა დედაადირებული მით უმეტეს ნახევარფინალია თუ აი მე თავიდან რომ გამოვიდნენ ფეხბურთელები გაათამაშეს და დაიწყო და რო ხედავდი რა ეხლა იქ შეიძლება პასი ვერ გააკეთო რაღაცა თავიდან დამაბნევდეს ხო გავხურებელი რაღაცა მოხდეს ისეთი რომ რაღაცა ვერ აეწყო თავიდან მაგრამ მე თვალებში და იმაში დავინახე რომ ესენი ვერ მოიგებენ არა და მეორე აი 15 წუთის მერე მეორე ტაიმის სტარტზე ინგლისი პირველად კარგი იყო პირველად უფრო დამშვიდებული და დალაგებული ფეხბურთის ხო მერე კი პირველ ტაიმში ძალიან აქ არეულები პირველი ტაიმი უბრალოდ ომი იყო საერთოდ სასწარი არ გავიჩერე როგორ იყო ის კანკალებს UFC-ს მატჩი იყო და ჯერ კიდე იმასაც შევეხები ერთ სიტყვას ვიტყვი იმაზე რომ ბოლოს პირველ ტაიმის ბოლოს კუთხური რატო არ მოაწოდებინა და ხო კიდე ერთი უნდა ვთქვა რა ეს ინგლისური მედიის თემა ხო უკვე ყბადაღებულია რა რომ ყველა ეცი კლანჩები ფორენ შესაძლოა ხო აი თამაშის წინ თუ ამ გახსოვთ გადარია ისტორიული და ხებს და მოკითხო ეს პრობლემა გაუნთეს ის ხო რა ანუ ეგეთი ანუ ეგ წრეხს რა და ჩემი აზრით ერთ-ერთი ბიზნესი რის გამოც ტუხელმა გადაწყვიტა რომ გატანილი გოლის მერე ესეთი უაზრო პრაგმატიზმი უნდა აერჩია იყო სწორედ ესეც რა რომ ეხა მე წავაგო მე ჯვარზე მაცვავენ რა ალბათ ეგეც იყო იმიტომ რომ მართლა ყველას და ყველაფერს ცეცხლი შეუნთეს ინგლისელებმა რატო ქონდათ ეგეთი მაღალი წარმოდგენა თავის თავზე სულ ეგრე არა უი ეხა ხო რას ამბობთ და ხალიცა დაუგეს თომას სულ ეგრე არა ლაგვის უნდა ეხა საბოლოოდ არ შეიძლება სხვათა შორის ტოვებდეს ანუ დატოვებენ ხო მაგრამ არ შეიძლება და ისა იმღერონ მე სამშობლოში დაბრუნდეს ის კამერა ან არის ან არის კიდე ფეხბურთის სამშობლო ინგლისი და არა კიდე მე საჯარო გაცხადებას ვაკეთებ მე აღარ ვარ ფეხბურთელში ოპა გახერხილება ასულესთვისავა არ იმსახურებ აქ რაღაცა ხდება განხეთქილება რაღაც განხეთქილება რა შუაში არის ვიდრე არ მევასებიან რა ეხა აღარ გივა კიდე ერთ ვიტყვი მიდი და მე შევაჯამო კი ჩვენ ლაპარაკობდით სანამ ეს თამაში განმარტებოდა რომ ინგლის უკეთესი ფეხბურთელები ყავსო ითქვა აქა და მოდი რომ გადავხედოთ ორი სიტყვით რომ ვთქვათ ეგა რომ რატო როცა რომ ინგლისის ეხა ეს ფეხბურთელები ვინც თამაშობენ 1-2-3-ის გარდა მაგალითად მე პირადად მე რომ წვრთნელი ვიყო სკამიდან არ ავაყენე მოდი შევადაროთ მაშინ არგენტინელებს სახელები ვინ რომელი დავიწყოთ მიდი ხო მეკარეებში პიკფორდი და მარტინესში მე მარტინეს ვიტყოდი მაინც პიკფორდი პროგრესი არ ვიცი არის თუ არა მაგრამ მაინც მარტინეს ვიტყოდი ფორზე დაკურებული ვარ ჩემს ბოდიში გაკეთილება აი თუნდაც პრემიერ ლიგაში ეხა თვალყურს ვადებ უცებ შევადაროთ სალსაკი ხასიათის მეკარია რა თუ ხასიათზე არის იცოს ხო მაგრამ არასტაბილურია არა არის სტაბილური ხო შველები რო ავიღოთ ახლა
ლისანდრო მარტინესი რომერო თუ აქ მე მგონი დაცვის ცენტრიც აჯობებს არგენტინელებს. ხო და მაგრამ ხო დაცვაზე თავიდან ფლანგი ვის ჯეიმსი ყველას ჯობია. არგენტინელებს ფლანგი. მაგრამ ფაქტია რომ ტრავმა ქონდა და კიდახაც სპენსი ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა გუშინ, თორე ისე სახელით ვერ ჯობია ხა ტალიაფიკოს. რო გავაგრძელოთ მე ცენტრსაც შეხება დეკლან რაისი მე მგონი ყველაზე მაგარი ინგლისელი ისა. დეკლან რაისი ხო თუ ორი ჰარი კეინს და ინცოზე პლანვასე ვერ ვიტყოდი. აი მაგალითად არა მე ენცო ძალიან ნო მაგრამ ხო ბელინგემი რო ყველა არგენტინელ ნახევარმცველს ჯობია მაგაზეც მე მგონი დავაარცხეს. როჯერსი არ არის ის თქო. ალვარესი თუ კეინი მე მაგით კეინზე ვარ ულაპარაკო. თუ გინდა ლაუტაროს დავუყენე ორივე ერთად დავუყენე ხო. მე მესი მესიას დავაყენებდი მეთქი ძირითადად. მესია გასაგებია. სკამიდან ვის არ აღარ. ნინები არ გამოიძახათ. ან ეხლა ფოდენი არ დახატავდა მას. ფოდენი ხას დროს კაი სანაკრები ტომერი არ ყანია. ალმერი უფრო არ მე ასევე ადმესვის მიიღო. რატო არა თამაშობდა საერთოდ გამხოყავდა გამოძახებული. საერთოდ თამაშობდა. ხო ვიღაცები ზოგი ნაჩხუბარია ამ ხალხთან თუ რატო არასდროს არ აღენებს გამიდან რა ვიცი რა იყო. და ეს პერიოდი ეგეც ოქროზამენა იყო. თან ხო გახსოვს ევროპის ჩემპიონატზე, გასულ ევროპის ჩემპიონატზე ნეინოს თავიდან არ ათამაშებდნენ. შემოიყვანეს თუ არა? მე ყველა თამაში ძირითადად დაიწყო. და აქ არ 0 წუთია ხო გადადებული. ხო არა სასწაულია. რავი შეიძლება შემოიყვანა და არ ამგონია. სამაგერად ეხა აუხსნელი ისდებოდა კარგა. მესამე ადგილისთვის ათამაშებს ახლა სასტარტო. სადაც მოიმენა დაჟე აი მან გორდონზეც იგივეს ვიტყოდი არ არის იმ დონის რა. გორდონიც კაი არის. ბიჭია წი პერსპექტივა აქვს და ყველაფერი კი მაგრამ ძირითადად ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ არის. ხო მაგრამ საკადარ სპორტიც ვერ როგორც აი ინგლისი ეკადრებოდა ეგეთი ფეხბურთელი არ არის. რომ შევაჯამოთ და მე გადავარ ფინალზე ვიტყვით. მოდი რომ შევაჯამოთ ინგლისი არგენტინა ერთმანეთს შეხვდა ორი ცოტა არასისტემური გუნდი რომელსაც ორივე გუნდი ძიმედ მიდიოდა რეალურად არ ყოლია არც ერთ ისეთი მეტოქე აქამდე რომ გამოგვეცადა მატერიალური ძალები ინგლისს უფრო ყავდა ახლა მეტოქე. მექსიკასთანაც ხო მექსიკა იყო რთული მაგრამ ხო მექსიკა იყო და ხორვატია ინგლისელებმა გაირთულეს. ხორვატია ჯგუფში იყო ძალიან კარგი. არგენტინას მე გოლი გზა შეხვდა მე მგონია რომ აი აცტეკის გამოძახილი გამოყვა ძალიან ბევრი ამ ინგლისის ნაკრებს. ესეც ხო რეალურად ისტორიული მატჩი იყო ხა. ამ თამაშში პირველ რიგში ფსიქოლოგიურად წააგეს. მე თუნელმა პირადად წააგო როგორც საფრანგეთის შემთხვევაში ერთმა თუნელმა მეორეს მოუგო სამწუხარო დუელი აშკარა. და პირადად წააგო როგორც იქეთ დეშამმა აქეთ ტუხელმა. მე ისევ მანდრაჟ დაუბრუნდები ზუსტად აი მაგ ფსიქოლოგია მიმოქმედა პირველ რიგში. აი მანდრაჟთან ხოლ თქვენს კიდევაც რომ ლურჯი იდეაში ხო ტუხელი მაგიტო მოიყვანეს რომ ეგ შეეცვალა თითქოს რომ ეს საუთგეიტის როგორც ჩანს რაღაცა ხო არის იგივე ხელს ტუხელს ეგეთი რაღაცები შვევია ბაიერნში თამაშა დაცვითი ფეხბურთი მოახერხა და გადარია ბაიერნის ფანები ისეთ დაცვას თამაშობდა ბუნდესლიგაშიც კი წურავდა რასაც ქვია ეგ დორტმუნდმა სისულელე გააკეთა და ის ჩემპიონობა აჩუქა ლანგრი თორე დორტმუნდს უნდა მოეგო ის ჩემპიონობაც მაგრამ ჩელსის კაცი ხო ტუხელი ჩელსის კაცი მოძებნეს კი მაგრამ ინგლისელში რატომ მოყავს ტუხელი ესე ინგლისელებს ზოგადად თვითონ ინგლისელი მცველები უჭირთ ეგეცა შეიძლება ხარი რედნამის ან როი ჰოჩსონის ყურება ხო არ მოგენატრა მოდი რა ხარ ფარელების მეტი რა არის მოიყვანო ბარემ შევეხები შემტევი ფეხბურთი ათამაშო რაღაცა სიგიჟე ბარემ შევეხები ახლა მივედით ამ იმაზე ფინალის წინ ჩემ პროგნოზსაც ვიტყვი და მე თქვენი ლაპარაკეთ რამდენი წინ ეს არგენტინას მოგაწირავ მოკლედ მე კიდე იტყვის ეხლა რომ ესპანეთი არის ფავორიტი და მე ფინალსაც მოიგებს და ეგ არის მე ამ ფინალში ვინც არ უნდა მოიგოს ვიტყვი რომ ორივეს მოგება გამიხარდება და ვინც არ უნდა წააგოს ორივეს წაგება მეწყინება ორივე ჩემია ასე რომ ასე იმათ არ ვარ რომ რაც შეეხება შანსებს ჩემი აზრით ახლა ჯერ საფრანგეთი ინგლისზე ვიტყვი ბარემ რომ მან მგონია რომ საფრანგეთი მოიგებს მესამე ადგილისთვის თამაშსაც და ბაშკარა ფავორიტია და შეიძლება ბაპეს ბომბარდირობაზეც კი გაიბრძოლოს მან გატანილი გოლები მაგრამ ნახოთ მე საფრანგეთს ვიტყვი მან ფავორიტად მოკლედ საფრანგეთი ინგლისში მესამე ადგილისთვის მატჩი მაგრამ ფინალზე ვისაუბრებ ახლა ასაკა ბაპეა მესამე ადგილს უბრალოდ მახატია ხო და რაც შეეხება ფინალს ვიტყვი ახლა არგენტინის ნაკრები ახლა ხდება უკვე სისტემას ესპანეთი იმას არ გააკეთებს რაც გააკეთა ინგლისმა ერთი ტურზე არც იმას დაიწყებ უკან დახევას და პირიქით თუ დაუჭირა მომენტი ესპანეთს შეუძლია იგივე დამართოს არგენტინას რაც თავის დროზე უკვე იტალიას იმფინალში ავად სახსენებელში იტალიის ჩემთვის ავად ეგეთი გუნდია შერაგენა ხო ჩემთვის უყურებდი იმ თამაშს როგორც ირაკლი
ხო, მოვიდა იქ. რა შეიძლება გახარებულია. რა შეიძლება იყოს არგენტინისთვის idеალური სცენარი ამ ფინალში? ეს თამაში გადაიყვანოს ბრძოლაში. თუ ეს თამაში არგენტინამ მოახერხა და გადააქცია ბრძოლად, მაშინ იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არგენტინის სასარგებლოდ წარიმართოს ყველაფერი. მაგრამ თუ ეს ვერ შეძლო და ესპანეთმა დაიჭირა, პირველივე გოლი გაიტანა და მერე კიდე მიაყოლა, აი მან უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება არგენტინას, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ესპანეთი არის გუნდი, რომელიც ამ ჩემპიონატზე გაშვებული აქვს ერთადერთი გოლი და ყველაზე ცოტას უშვებს რეალურად და დაცვაში დგას ძალიან მაგრად. პლუს ამას შეტევაშიც არანაკლებია და თქვა რომ 13 გოლი აქვს უკვე გატანილი. არგენტინა არის გუნდი, რომელიც ყველას განუშვებს. რაც ამ ცუდი გუნდი შეხვდეს, აგერ ერთი შეუტია ინგლისმა და გაუტანა. თან არა ერთს უშვებს. ხო, და ეგვიპტისგან ორი გაუშვეს, იქ კაპოვერდესგან ორი გაუშვეს და კაპოვერდესი კლასი არ ეყო რომ ესამეც გაეტანა უბრალოდ და ცოტა დააკნათ იღბალი და კლასი არ ეყო. ასე რომ არგენტინა გოლს გაუშვებს, მე მგონია რომ ორივე გუნდი გაიტანს, ამასაც ვიტყვი რაღაც მომენტში. და ბესო მაგასთან ეთანხმები, აი ერთს უბრალოდ პარალელს გავალებ ზოგადად გერმანულ ფეხბურთსა და ამ ესპანეთს შორის. ნუ არ ჩერდება არც ერთი. ანუ არ ჩერდება ესპანეთი. რა ესპანეთმა ბესო სწორი თქვა. თუ ესპანეთმა ეხა არ მინდა იმ ცნობილი ტიპით გამომეძა. პირველად წუთში ოიარსაბალი გოლს არა. თუ ესპანეთმა სწრაფი გოლი გაიტანა, მერე დარწმუნებული ვარ რომ ესპანეთი უფრო გაიხსნება. ესპანეთი მონდუნებელი ნაკრები არ არის. ესპანეთი ხალხს დაგიჭერს და ისეთ მომენტში დაგიჭერს, კონტრშეტევაზე ისეთ მომენტში დაგიჭერს, რო არ ელოდები ვაფშე. ორი პასი ისე ამოვლე. რომ ვაფშე შეიძლება გაქრეს ეს არგენტინა, მაგრამ ბესოსაზე დავრჩები და მეც ვიტყვი. ორი ისეთი ნაკრები გავიდა ფინალში, რომ ორივეზე უზარმაზარ დამწყდება გული. ეს არ არის პირველი შემთხვევა რომ მე ამას ვამბობ, აი ორივე თამაშობს ლამაზ და ლახფერბურთს. უბრალოდ არგენტინას ერთი მინუსები რაც ჰქონდა, თამაშიდან თამაშამდე რეგრესის მომენტები ჰქონდა. მაგრამ ინგლისთან ვეღარ ვიტყვი. ბოლო 5 წუთის ფაქტორი რა. ესპანეთი ბოლო 5 წუთამდე ამ თამაშს არ მიაყვანებს თუ თავისი მუხტი დაიჭირა. ერთი ისის თქვა რომ რაღაცნაირად ორივესთვის სასრული მეტოქე როგორ უნდა იყოს ან არგენტინა ან ესპანეთი, მაგრამ ისიც რაღაცნაირად კომფორტული მეტოქეები არიან, იმიტომ რომ არგენტინა უფრო კონშეტევების გუნდია, ესპანეთი უფრო ბურთის დამჭერი გუნდია და დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს და რაღაცნაირად ანუ კარგ ფინალს ველოდები რა. წინა გადაცემაში თქვი და ეხლა განმეორდები რომ ჩემი პროგნოზი იყო ესპანეთი არგენტინა და მაშინაც თქვი რომ 7 წლად ჩამოშევი ფინალს, პლუს დავიდგამ, მოყურებ წნარად რა. არც ერთის აგება არ მეწყინება, არც ერთის მოგება არ მეწყინება რა, ესე რომ. და ისევა რა, ძალიან ნეიტრალურად უყურებ, ჩემთვის თავარია, ბევრი მომენტი შეიქმნა, ცოტა გაწევ-გამოწევაც იყოს. რავი, ყველაფერი მე ესე უყურებ, რომ ეხა მესის გუნდი ეთამაშება დელაფონს. კიდე ეხა უკვე ესპანეთს კიდე ანუ ხო არიან გუნდები რომელიც აი მთელი ის შეტევა რო იციან ხოლმე რა და ამას კონჩეტევაზე რაღაცა ჩაიჭრება გუნდი გამოეპარება და გავგაზდეთ გოლი, მაგრამ ესპანეთს როგორი ეგეს დაბალანსებული თუ უტები ესე ხამებივით არ მივარდებიან რა. ჯერ დაიწყებენ გორაობას როგორც იციან და თუ იქ თუ დაკარგეს გუნდი სიტყვაზე იქ ისე აკეთებენ უკვე რომ კი შევახიფათ მაინც შეექმნათ, მაგრამ ესე ყოველ ჯერზე არ გაგიშვებენ რა. მომენტი ყოველ რა თქმა უნდა იქნება არგენტინას გამოუცხულია რა თქმა ხო? მაგრამ აი ამ კომპონენტს ძალიან ანიჭებენ უპირატესობას ეს ბურთის პრობა და შეტევის დროს არ ჩქარობენ. და ზუსტად იციან რა დროს უნდა დაარტყა რა კარშიან ისეთ პასი გააკეთო რომ მივიდეს. მაგათ ვერიგო თუ გამოხდა ბოლო თუზე და გოლი გეიტარა ვერ გავასწრებს ეგრე. ხო, მე იმას დავაფიქსირებ ჩემს იმას. მე თავიდანვე ნათქვა მქონდა ინგლისი ესპანეთი მქონდა რა და რა თქმა უნდა ახლა ესპანეთის ბანკში მქონდა. კიდევ ვიტყვი რაღაცებს რომ ძალიან საინტერესო იქნება ცენტრში, თუ კი ვიტყვით რომ საფრანგეთმა ცენტრი დაუთმო ძალიანად ესპანეთს ამის ხარჯზე წააგო, არგენტინა ეცდება რომ ცენტრი არ დათმოს. იქ დეპოლი იქნება, მაკალისტერი, ენცო თუ ვინც ამ უნდა იყოს, ჯულიანოს დააყენოს შეიძლება. ხო, ჯულიანოს იმავე შეცვალოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ ცენტრი დაუნძიმოს ესპანეთს და ის რაც ფრანგეთთან ეგრე მარტივად გამოსდიოდა ეს ბურთის აკეთებით გორება, ეგრე არა გორებინოს რა. ამას ეცდება უეჭველი და რაც შეეხება შანსებს, ნუ ალბათ 50-50-ია, მაინც ფინალია, მაგრამ მე ვიტყოდი რომ 51-49-ზე ოდნავი უპირატესობით ესპანეთის, იმიტომ რომ არგენტინა ასეთ ძლავრ სისტემას თან რომელიც არ ჩერდება, ჯერ აქამდე არ შეხვედრია. ერთადერთი შანსი არგენტინის რომ ეს ფინალი მოიგოს, არის ის რომ თამაში გადააქციოს ბრძოლად, იქ მე არგენტინას საუკეთესოდ გამოდის აფეთქებების გუნდია, ემოციური მუხტი დაიჭიროს და აფეთქდეს, ამის ხარჯზე უნდა მოუგოს ესპანეთს და თუ ეს ვერ ქნა და ესპანეთმა
შეძლო ის რაც საფრანგეთთან რომ გააკონტროლა მატჩის სცენარი, მე უკვე ესპანეთის გაჩერება ძალიან გაუჭირდება და ერთ ვიტყვი, ერთი რაღაც რას მოახერხებს უპატროები არიან. კი, რაც იციან, ეგა თემზე როგორც თემზე წაჩი ისე გზნობა რას მოახერხებს კანონი მარცხენა ფლანგზე. იმიტომ რომ მარდო ტალიაფიკო ფაქტია ვერ გაუძლებს. უნდა აღინიშნოს, აი, წეღარასაც რაც ვახსენეთ რა ინგლისის შემთხვევა რა, შენ თუ გინდა კონტროლი და ის გააკეთო, ქვევი დაცვაში კი არა, ცენტრში უნდა გააკეთო რა და მაგას აკეთებს ესპანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ყველაზე ეფექტურად იყენებს წყლის შესვენების მერე ცვლილებებს. აი ბოლოს რომ არ მაგაზე ეფექტურად ხალხი შემოყავდეს, იქ ლაუტარო შემოიყვანა ორჯერ და ორივეჯერ გაიტანა, იქ ძალიან ეფექტურად იყენებს ამ ცვლილებებს, ყოველთვის უმართლებს და ანუ თამაშის ასე ეფექტურად თამაშ კაცი ცვლიდეს, ძალიან ცოტა მით უმეტეს სოფლიო ჩემპიონატებზე. ალბათ რესურსიც უწყობს მაგაში რა, აქ ამბობს იმის რესურსი, რომ ეგ გააკეთოს რა. ახლა ის იმის ფუფუნება რო გაქვს, ალვარესიან ლაუტარო სკამიდან შემოიყვანო, რომ უცად აქ ჭირდება, ეგ უკვე ძალიან დიდი ფუფუნებაა და ამას იდეალურად და პასის იყენებს. მიწოდებელი რომ მესის რაც შეეხება კიდე, მესიმ თქვა სხვათაშორის, რომ მე ამ ფინალისთვის, ამ თამაშ ჩემპიონატისთვის ერთი წელი ვემზადებოდიო საგანგებო ვარჯიშებით და ეს კაცი არის მაგალითი ფეხბურთია ეს კაცი მთლიანად რა. ყველა დროის საუკეთესოა ჩემთვის და მაგაზე დებატების აღარ არსებობს არანაირი. წეღა უნდა მეთქვა ნიდერლანდებთან რომ ამას აკეთოს. ენცომაც ხო გააკეთა ეს ესოქია მესი რო უკეთებს. ხო ბელინგებს ამას. ბიჭო კაფუ მე მგონი კაფუცა სამივე ფინალი ერთი წააგო და ორი მოიგო. კაფუ არის მაგხრი და იმას შეეძლო ახლა მბაპე შეეძლო ეს ამ თუ ხარ ბაბე კიდე ანუ მბაპე შეეძლო ზედიზედ როგორც კაფუ თქვა ზედიზედ 94 98 და 2002 მბაპე შეეძლო ზედიზედ მესის ზედიზედ არ ექნება მასზე პელეც ხო არ პელე არა სამფინალში აღობს 62 გამოტოვე ხო მას ხო არ მახსენდება ეგავართ რა ხო კიდე რა შეიძლება მბაპე შეიძლება ახლა თუ მოიგო ვერცხლიც მბაპეც გახდება ერთ-ერთი ის უნიკალური ფეხბურთელი ფრანკო ბარეზის გარდა მე არ მახსენდება თუ გახსენდება თქვით რომელსაც სოფლიოზე სამივე სინჯის პირველი მეორე და მესამე ადგილიც ექნება მონაგები ბარეზის გარდაც იქნება ვინმე ნებისმიერ შემთხვევაში იმათ ვინც ფეხბურთის ნეიტრალური შემადგენლობები ყავთ ამაზე მაგალითად სანახაობას გინდა მესამე ადგილისთვის მატჩი და გინდა ფინალი ვერ ინატრებდით სუპერ სანახაობა გველოდება რაღაც პუნქტში გამიხარდა რომ ესპანეთი ინგლისი არ დაჯდა იმიტომ რომ ევროზე უკვე ნანახი გვაქვს და 2 წლის წინამდელი ფინალის ნახვა არ მინდოდა არც საფრანგეთი ფინალში არ მინდოდა არც საფრანგეთი ინგლისის ნახვა არ მინდოდა იმ პუნქტში რომ არა საფრანგეთი არგენტინის იმიტომ რომ ნანახი მქონდა ეგეც არაერთხელ და თუ ფინალი დაჯდებოდა მინდოდა ყოფილიყო ან საფრანგეთი ინგლისი ფინალში და ესპანეთი არგენტინა მესამე ან პირიქით და საბოლოო ჯამში იდეა ბარსასპანისთვის იდეალური სცენარი ბარსელონა ლაღლებად რა ხო აქეთ ესპანეთი არგენტინა იქნება ჩემთვის იდეალური ფინალი და მოკლედ ფეხბურთის ყველა ფანს გილოცავთ ამ ფინალს და იმედიან მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებთ ამ და შემდეგ გადაცემაში უკვე ვისაუბრებთ იმაზე რომ გავიხსენებთ მთლიანად სოფლიო ჩემპიონატზე ვისაუბრებთ ოქროსბურთის შანსებზე და რაღაცებზე შევაჯამებთ რაღაც ოდ ისე არ შევაჯამებთ არ შევიდეთ სიღრმე ნახოთ პატარა ანალიზი საბოლოო ჯამში როგორი მუნდიალი კი წარმატებები ორივე გუნდის გულშემატკივრებს ხო წარმატებები ქართულ გუნდებს წარმატებები მაგ ტელეფონს თავიდან მოდია წარმატებები ქართულ გუნდებს წარმატებები ამ გუნდების გულშემატკივრებს ვინც ფინალს თამაშობენ და მოგვიწერეთ და გვალაიქეთ კარგი ფეხბურთი თავრებ კარგი ფეხბურთი გისურვებთ surprise ახლა გადავიდეთ რიგით მეორე სპორტზე ფეხბურთის შემდეგ ჩემთვის დამთავრებული ეს არის ფორმულა 1 და სკასაკასაკ კაშ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 
ხო, მოკლედ. საიდან დავტოვეს, დავიწყოთ? ფორმულები დირექტორები დავტოვეს. საიდან დავიწყოთ და ბრიტანეთით თუ ბელგიით დავიწყოთ? ბელგიით ვერ დაიწყე ბელგიაში ეხა. ხო და ასე რიცი დავიწყოთ? მანე პირდაპირ ბელგია ვახსენე. დაიწყე ხა. ბელგიაში ჩატარდება მორიგი გრან-პრი. რო რიცხვებში არის. სპა-ფრანკოშამსის ადგილი, სადაც ადგილი არასდროს არ არის გამარჯვება, ნახოთ გუნდები როგორი განახლებებით, როგორი იმეებით ჩავლენ.
იმედია ფერარში თუმეტეს ფერარის ფეხი დაუწა და აგერა როგორც მერსედესმა და მერსედესის გენერალურ დირექტორმა ტოტო ვოლფმა ახსენა შანსი აქვს მერსედესს რომ უკვე გაუთანაბრდეს ქულებში, აი ნახოთ რა იქნება როგორ იქნება ეს ყველაფერი გამოსდება ვარჯიშებიდან დაწყებული და უკვე იქ ბოლაში ვიმედოვნებ და დიდი იმედი მაქვს რომ აი ბრიტანეთში Silverstone-ზე რაც განმეორდება ეგეთი რაღაცა არ განმეორდება ფერარის ამბავში რომ ფერარის გუნდში რა მოელანდათ რა დაესიზმრათ არ ვიცი რატომღაც შეიყვანეს ჰამილტონი ბოქსებში როცა არ უნდა შეიყვანოს და რა ვიცი უბრალოდ წარმოიდგინე პირველზე ლეკლერი გადის მეორეზე ჰამილტონი არის და მესამეზე რასელი არის და წარმოიდგინე თუ ესე მორჩება რბოლა ორი ფერარი ყავს პირველ მეორეზე ყავს ბიჭო ანუ შენი ის არის ხო საფრთხების მანქანებში ცვალა მოდი ყველაფერი არ ვიცი რა მოხდა რა მან მოხდა ის რომ დაინტრა მაქსი ფესტაპენი დაინტრა ბოლოს 3-4 წუთადრე ხო მაგრამ იმასთან რა შუაშია გამოდის უსაფრთხოების მანქანა და უსაფრთხოების მანქანის ქვეშ დამთავრდა რბოლა არა მე მანქანა ჰამილტონზე ვიძახი იდეაში უნდა შეიყვანო იდეაში არ უნდა შეიყვანათ მაგრამ არის უკვე ფერარის აი ანუ დღემდე არ ვიცი ანუ ის უყურებდი მაგ იმას და კომენტატორებიც ხო აქვს თავისი ისა რომ აზრი არის უკვე რატო შეიყვანეს ბოქსი ულოდნელი იყო როცა რომ რასაც ჰამილტონი გააკეთებდა რასელი კუძზე ეჯდა და იმის მიხედვით მოქმედებდა ის ხო ეს შეცდომა მან გამორიცხული ის არის რომ რასელს გადაეცო ჰამილტონისთვის და მაინც მეორეზე რასელი გასულიყო გასაგებია მაგრამ ეგ სხვა ამბავია ეგეთი შეცდომა რომ მაგ დროს ბოქსებში შეიყვანო ძღოლი ალბათ მაშინ რაღაცა იავნი მოვიდა ბოლიც თუ რაღაცა არ ვიცი მაშინ მე ეთქვა იმაში ხო რადიოში მეუბნებიან თუ იმაში იმა იქ ხომ ისმოდეს ეგ დედააკრებული რატო იმაში არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება თო ჰამილტონის მე რომ თავდება ისა ჩუმად არის კი იმას ულოცავს ლეკლერს გამარჯვებას და ისა მაგრამ მაინც ეთქობა რომ რაღაცა მაგრამ ვერ ითხოვდა ეს ახლა მაგა ვერ ითხოვდა არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება ყველაფერი გამოსდება პარასკევი ნახოთ რა მაგას ვიძახი რა შაბას და კვირას უკვე უშუალოდ ბოლოში გამოსდება ვინ უფრო ძლიერი და მომზადებული ჩავიდა იგი მერსედესი არა იგი რეგული არა იგი ფერარი აი ნახოთ რა იმედია რომ ეგეთი შეცდომები და ეგეთი აღარ მოხდება საერთოდ არ გამორიცხო რომ მაქსიმას მოუგოს ჰამილტონს ან მაქსიმამ მოუგოს მერსედესს და ფერარი თქვენ თქვენ ბოლიდ არ გადაგეკირავდეთ ბოლიდის გადაყირავება რა არა კაი მაგს ეგა თავისი შეცდომა თვითონ დაუშვა უწყინარ სიტუაციაში მოუცურდა მანქანა ეგ შეიძლება ყველას მოუგოს ხო და არ გეპატიება როცა მაქსი ხარ არ გეპატიება ხო ეგ ეს არის ხო მოკლედ რა კიდევ ის თქვა და რა მოკლედ აი ესე ჩაუჯექით ფეხბურთთან ერთად რაციონში შეიყვანეთ ფორმულა 1 სტადიონზე ხალხო სტადიონზე და კიდევ ხო რა თქმა უნდა კარგი არის არ დაგეზაროთ რა სტადიონზე რომ გაიქეცეთ მომძანად დავემშვიდობოთ კიდე დავამშვიდობოთ თქვენ ნაადრევად დაემშვიდობეთ მე ვიცოდი მათკავას ხოლმე იყო და შევასრულე მოკლედ განმეორდებით და კიდევ ვიტყვით რომ 21-ში არ გამოტოვოთ იბერიას თამაში. ყველანი მივიდეთ მესხი სტადიონზე 21-ში. 21-ში აუცილებლად და მნიშვნელოვანესი დაგვეწევა კიდე ქართული გუნდები გავლეთ ახლა დღეს და იმათი თამაშების დაგვეწევა ხო, დღეს ვიდეო დაიდება, იქ ნათელი იქნება რა მოხდება და როგორ იმედია გამარჯვებულებზე დავდებთ ამ ვიდეოს და დაგემშვიდობებით ახლა გამოგვიწერეთ, დაგლაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, უყურეთ ფეხბურთს, ფორმულა 1 ყველა სპორტს და ისიანონეთ მაქსიმალურად ჩვენთან ერთად. კარგად. Ciao, ciao. Ciao, bambino.